როგორ work life balance-ი ტყუილია? ტყუილია კი გადამვრია. შენ თუ რაღაცას შენ თავს უძღვნი, ეგ არის შენი ცხოვრება და იქ როგორია დიადი აღმასრულებელია. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას ემსახურები და რას აკეთებია რა არის, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი ენერგიის მომცემი არის, როდესაც რაღაცას საზრის ემსახურები. შენ როდესაც შენი თავი გაიგივებული გაქვს რაღაც როლთან, ძალიან გაბრმავებს და ალბათ მე ძალიან ცარიელს გტოვებს. მაგინა რო დარჩეს რა, ის ბოლოს. ის ბოლოს ალბათ სავსეთი გსნო თავი რა, ესე იქ არის ალბათ ყველაზე რთული. თოგო, 30 წელია ახლოდან უყურებ, ვაკვირდები შენს კარიერას რა. აქედან 20 წელზე მეტია C-level executive, C-level ეგრეთ წოდებული აღმასრულებლის პოზიციაზე ხარ რა. თან სხვადასხვა ინდუსტრიებში, ხან დაზღვევა, ხან ბანკინგი, ცოტა ენერგეტიკა. ენერგეტიკა არ მახსოვდა. მე ვიხსენებდი, ხო, ახლოდან ვაკვირდები თქო. საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამას კიდე დამატებული შთამბეჭდავი აკადემიური track record-ი როგორ თქვათ, იყოს track record-ი. მარობთ ინგლისურ სიტყვებს. კი, კაცო. სულ შერიშვას გვაძლევენ, მაგრამ როცა ვიჭედებით ხოლმე სხვა რა გზა გვაქვს და ალბათ ყველას თუ მარი მაგითხავს. თავზე ავიღებ შენიშვნებს. ოქსფორდი, ჰარვარდი რაღაცა და ამის ფონზე რა, როცა საუბრობდით ჩვენ რო კითხე რა წიგნი გავიაროთ, რა წიგნის გარშემო გინდა საუბარი, პრინციპში ხა მოლოდინი მქონდა რომ ბიზნეს ლიტერატურიდან რა რომელიმე წიგნს გვირჩევდი და ნუ გასაგები იყო და უცებ გვირჩიე მხატვრული ლიტერატურა პლუს დაამატე რომ ესო რელევანტურიაო და ძალიან აქტუალურიო რა. ეხლა რო წავიკითხეთ ეს წიგნი The Remains of the Day არის ის რაც დღის ბოლოს მორჩება. ის რაც დღის ბოლოს დარჩება. მე ესე ვთარგმნიდი, სიმართლე რომ გითხრა, უფლება რო გქონდეს ეხლა ამის თარგმანზე, ესე ვთარგმნიდი. კაზუო იშიგუროს წიგნია, მაგერ თო გითხრა რომ ნობელის პრემიაც მოუგია ამ ნაშრომისათვის ადამიანს. მოკლედ გვირჩიე ეს მხატვრული ნაწარმოები, რო წავიკითხეთ, კი მივხვდით პრინციპში, რატო გვირჩიე და გასაგები იყო და ძალიან მაგარი წიგნია, მაგრამ ნუ ლოგიკურია რომ შენ უნდა კითხოთ რა, შენთვის რაზეა ეს წიგნი? შენგან გვინდა მოვისმინოთ ეგ ამბავი. ხო, პირველ რიგში მადლობა ძალიან დიდი. გივიკო ლევან, ძალიან მიხარია თქვენთან მოსვლა. მეც ახლოდან უყურებ თქვენს შემოქმედებას და ძალიან მაგარია რა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს იმდენი ხმაური არის ყველა მიმართულებით, ხო, სოციალური ქსელი ციფრულ სამყაროში, ეგრეთ წოდებული ხმაური ძალიან დიდია, ძალიან რთულია მართლა კარგი და დრო კიდე შეზღუდული გვაქვს ადამიანებს, ძალიან რთულია მართლა კარგი ლიტერატურა აარჩიო რა. იმიტომ რომ დღეს დოპამინ ეკონომიკა ფაქტიურად და ყველა ცდილობს რომ თავისი პროდუქცია გაყიდოს. ეს ინდუსტრიაც არაფრით განსხვავდება სხვა სექტორებისგან, ჩვეულებრივი ბიზნესია და შესაბამისად ვფიქრობ რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ და თქვენ ერთგული მსმენელები ვინც არიან, მგონია რომ ისინი ძალიან მადლიერები იქნებიან რომ თქვენ ასე ვთქვათ რეკომენდაციას გაუწევთ იმ წიგნებს, რომელსაც თქვენ თვითონ წაიკითხავთ და ეზიარებით და მანდ უკვე ის მუშაობს გემოვნება ხო, ხა 1-2 რომ მოეწონება თქვენი რეკომენდირებული წიგნი, მე დარწმუნებული ვარ მომავალშიც გააგრძელებენ ამ რეკომენდაციების მიყოლას. ხო, მეც ვფიქრობდი სხვათა შორის რა წიგნზე უნდა გვესაუბრა და ბოლო პერიოდში უცბად რო გითხრა ერთ-ერთი თან ძალიან საინტერესო იქნებოდა რომ არ ყოფილიყო კლასიკურად რაღაც აკადემიური ლიტერატურიდან აკადემიურს გულისხმობ, მაინც ისეთი წიგნი, რომელიც უშუალოდ ბიზნესზე, რა ვიცი, ლიდერობაზე და ასე შემდეგ მოგვითხრობს, არამედ მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ სუპერ რელევანტური არის ლიდერშიპთან, პროფესიონალიზმთან, ერთგულებასთან, კრიტიკულ აზროვნებასთან და ასე შემდეგ რა. მეც ალბათ ამ წიგნით ჩემით ვერ მივაგნებდი ეს წიგნი. ერთ-ერთი ჩემი აკადემიური სწავლების დროს გვირჩიეს გთხოვეს რომ წაგვიკითხა ჩვენც მაშინ ძალიან გაგვიკვირდა რომ რა კავშირი შეიძლება ქონოდა ამ წიგნს
როგორც ახსენეთ, ავტორი საკმაოდ ცნობილი Harvard-ში გურჩიეს ციგნი და რასაც მე ძალიან შტამბეშტავი განხილვა მოყვა მე ამას აუდიტორიაში კამათი ასთა სხვადასხვაობა და ძალიან სიოვნებით გავარჩევდი მაგ ყველაფერს თქვენთან ერთად რა. ავტორი ძალიან ცნობილი ავტორია, ის არის მიგრანტი, ემიგრირებულია იაპონიიდან, ბრიტანელი არის და ძალიან ბევრი ცნობილი ნაწარმოები აქვს, როგორც კი შენ თქვი, ნობელის პრიზი მიიღო 2017-ში ზუსტად ამ ნოველის გამო. რაღაცას მეკითხებოდი. არა, სიამოვნებით ჩავერთვებოდი მეც ამ დისკუსიაში და გავარჩევდი სიღრმისეულად მაქსიმუმს. აი, ახლა გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ. ხო, რა, წიგნის ფაბულა მაინც ალბათ მოკლედ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა ცოტა რაღაცნაირად უცნაური ამბავია რა, ეხლა ჩვენ შეჩვეულები ვართ რაღაც აკადემიური არ ვიცი, მაგრამ ძალიან კლასიკურად. კი, ნაბიჯი, ხო, ძალიან კლასიკურად ბიზნეს ლიტერატურა, ურავაშა და ნუ ეგ რაღაცნაირად ისა გვაქვს რა და ეს ცოტა სხვა სივრცეში მოვხვდით და ჩვენც როდესაც ვემზადებოდით, ვარჩევდით რა, რომ აი შე როგორ დაინახე, აბა მე როგორ დავინახე, აბა ეს რა და ფაბულა ესეთია, რომ რა თქმა უნდა, ყველაფერი მხატვრულია და მხატვრული პერსონაჟებიც შესაბამისად. მოკლედ არის საუბარი სხვა შორის ბატლერი მოურავი წავა? ხო, ბატლერი სხვა შორის მოურავი მამა საფრთხუცესი ალბათ უფრო. ხო, კლასიკური გაგებით ბატლერი, საიდანაც მოდის ხო ბრიტანეთში იყო, ხელმძღვანელი ასე ვთქვათ სახლის მეურნეობის. მაგით უფრო მოურავი ალბათ. ხო, სახლის მეურნეობის და რაც პროფესია იყო რა. ძალიან ღირსეული პროფესია იყო თან და ძალიან დიდი კონკურენციაც იყო ამ წიგნში ძალიან კარგად შესაძლებელი რა, რომ თალკე საზოგადოება თავის ასოციაციებით და მთელი კი, ჩვეულებრივ ასოციაცია ბატლერების და ხო და მოკლედ წიგნის მთავარი პერსონაჟი ასე ვთქვათ არის მოურავი, საფრთხუცესი. ნუ ჩვენ ტვინებში გადმოვიტანეთ თანამედროვე კორპორატიულ ენაზე და წარმოვიდგინეთ, რომ ეს იყო C-level აღმასრულებელი. ეხლა არ ვიცი რამდენად მაინდა-მაინც CEO, მაგრამ პარალელი შეგვიძლია CEO, თავის საქმის CEO იყო. ზუსტად CEO ბევრად უხდება. დრო არის მეორე მსოფლიო ომამდე წინა 10 წლეული, ანუ 30-იანი წლებია. 30-იანიდან მერეც რა 50-60-იანებამდე მიდის. პოსტ მეორე მსოფლიო ომიც არის. მერე სუბოლოა, ანუ მთელი ეს დვიჟენია შუაში იყო ეს იყო, მთელი ეს ამბავი ხდება 30-იან წლებში. ძალიან გაუგებრად წამოვიდა ეს სიტყვა. ხო და ეს არის იდეა მთელი და ესე თითქოს თავარი კითხვა, იდეა კი არა, ფაბულა და თავარი კითხვა თითქოს ამ მთელი წიგნის არის როგორია დიადი აღმასრულებელი, ანუ როგორია დიადი მოურავი. ეგ არის თითქოს მთელი იდეა წიგნის. ხო, ბევრი იდეა არის ჩემი აზრით და აი ძალიან მაგარია, როდესაც ხო აი თავარჩევდით რა წიგს იმდენარი მოსაზრება არსებობს, ანუ იმდენარი მოსაზრება არის ამ მათ შორის ფაბულაზეც და მათ შორის რაზეა ეს წიგნი რა, ერთის შეხედვით რომანიც არის ეს ყველაფერი, თუმცა იმ ღრმად რო შეხვალ უამრავი რაღაცა იშლება რა. ნამდვილად ეს ადამიანი არის ხელმძღვანელი იმეურნეობის, უზარმაზარი მეურნეობის და ხო არის ლორდ დარლინგტონი არის, ვის მეურნეობასაც უძღვება და ესე რომ წარმოვიდგინოთ ლორდ დარლინგტონი არის ოუნერი, ხო დამფუძნებელი მეპატრონი. აქციონერი მართლაც ეგრე არის და მის მეურნეობას როგორ უძღვება და აი ეს ვახენეთ ბატლერის საფრთხუცესის ინსტიტუტი რო ახსენეთ, რამხელა ღირსების საკითხია პროფესიონალიზმი აი ამ მაგ დროს როგორი უნდა იყოს ეს ვთქვათ კარგი და ღირსეული საფრთხუცესი და რა მოვალეობებს უნდა ითავსებდეს და ნუ ფაქტიურად ხო მე არ ვიცი რო დინამიკა როგორი გაქვს ხოლმე გარჩევის თემა, მაგრამ თავისუფლად რო ვყვეთ ფაქტიურად ეს ადამიანი მე როგორც ჩანს ხო აბსოლუტურად ბრმა ლოიალურობით ყველანაირი კრიტიკული აზრის გარეშე თუ რას ემსახურება საერთოდ ცხოვრებაში ფაქტიურად აიგივებს როლს მის პროფესიას მის თავთან
და აღმოჩნდება რომ ეს ლორდ დარლინგტონი არც თუ ისე კაი ტიპი ყოფილა, ხო? ნუ რაღაც პუნქტში კაი ტიპი თუ არა იდეალისტი მასტია და აღმოჩნდება ნაცისტების მხარეს ძალიან და ბევრი ელემენტები არის ხო იქ მაგ დროს ზუსტად ებრაელების მიმართ როგორ იქცევა და ეს როგორ თვალს ხუჭავს ამ დროს ეს ფატლერი და როგორ ყველაფერში ცდილობს მის გამართლებას და ფაქტიურად მე ვიტყოდი რომ მაგ დროს ეგრეთ წოდებული მორალ კომპასი ხო მორალური კომპასი დაკარგულია არა აქ იმიტომ რომ როლია და თulis რომ რახანის CEO-ა მეურნეობის აბსოლუტურად ბრმად უნდა იმსახუროს დამფუძნებელს თუნდაც ეს მიზანი ეს თქვათ იყოს ძალიან ცუდი და ცუდ რამეს ემსახურებოდეს ახლა შეიძლება ხო არა მორალური მაგრამ არა მორალური როგორც მინიმუმ არა მორალური არასწორ მხარეს და ფაქტიურად წირავს ხო თავის ცხოვრებას არა პირადსაც და არაპირადსაც თავის ცხოვრებას წირავს აი ამ მის საქმიანობას და მომეწონა რა როგორ დაარქვით რა რაც დარჩება მე რა და რო ცხოვრება რო გაივლის და რაც დარჩება მე რამხელა სევდა და თქივილია რომ ფაქტიურად აღარ იცის უკვე რას ემსახურა აი დაკარგა და ეგ მომენტი ძალიან აქტუალურია დღეს ცხოვრებაში ყველა ბიზნესით აქ დაკავებული აქტიურ ადამიანში განსაკუთრებით ზუსტად C-level ადამიანებისთვის და ძალიან ბევრს ემართება რომ მათი პიროვნების გაიგივება ხდება როლთან და როლის დაკარგვის ანტონას არ დაკარგვის მაგრამ როლთან გაიგივების დროს ბევრი სხვა რაღაცაზე ვთქვათ რთული ხდება ბევრი სხვა რაღაცის დანახვა რა. თუ თქვენ ჩემსავით გიყვართ კითხვა და ხელით ჩანაწერების კეთება, მაშინ რამოდენიმე წამი დამითვეთ. Zoom-ში ვიყიდე ეს პადი. ეს არის Booksy-ს ბრენდის Android-ის სისტემაზე მომუშავე საკითხავი გაჯეტი, რომელზეც შეგიძლიათ ნებისმიერი აპლიკაციის დაყენება და ჩანაწერების კეთება კალმით, ისე თითქოს რეალურ ფურცელზე აკეთებს ჩანაწერს. მე პირადად მაქვს Kindle-ის აპლიკაციაც, Sabas აპლიკაციაც და კიდევ რამოდენიმე წიგნის PDF ვერსიას. მოსიარულე ბიბლიოთეკა ვარ ფაქტიურად. თან აბსოლუტურად ყველა ბლოკნოტი ამ ერთით შავანაცვლებ და სადაც არ მივდივარ, ყველგან თან დამაქვს. ვიდეო სახწერაში მოცემულზე გადადით ჩვენი თანამოაზრეს Zuber-ის ვებგვერდზე, გამოიყენეთ პრომოკოდი Bubblehead და მიიღეთ სპეციალური 20%-იანი ფაზაკლება Booksy-ს ნებისმიერ მოდელზე. დეტალები ვიდეო სახწერაში. მე ვიცი რა ამში მინდოდა რომ შემომეტანა ესეთი სულ ფიქრობდი რა რომ ემზადებოდი რაღაცნაირად მომწონს ეს სტივენსი რა ანუ ძალიან კაი ტიპია სინამდვილეში კაი მე პოზიტიურად განვიწყე მიუხედავად იმისა რომ იმაჩნია რომ ბევრი გზა ჯვარედინზე ის ხარი აიღო რომელიც მე არ ავიღებდი ან მე არ ავიღებდი ცოტა ხმამაღალი თქვა მე აქედან ამ გადმოსახედიდან ვიძახი რომ არ უნდა აიღო შორიდან რო უყურებ არ უნდა მაგიტო ვიძახი კონტექსტი რამიდეს შემოვიტანე ეს ფრაზა მახსოვს რა რამოდენიმეჯერ აქ წიგში მასაც გამეორებული მათ შორის თავის თანამშრომლისთვის და არის ესეთი რომ მე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და მოვტავი მე რანაირად უნდა გავსაჯო ამ დიდი ხალხის იდეები და მსჯელობები და მე რა უფლება მაქვს რომ თქვა ესე უნდა იყოს თუ ასე არა და მოდი მე როგორც მოურავი და მე როგორც სახთუხუცესი რომელიც უნდა ვიყო პროფესიონალი და მე ბოლომდე პროფესიონალურად უნდა მიუდგე და უმასპინძლო შესაბამისად მათ სტუმრებს ვინც არ უნდა იყოს პროფესიულად და მათ შორის უნდა შევასრულო ის დაკვეთა, რასაც მაძლევს ჩემი დამქირავებელი და ამ შემთხვევაში სახლის უფროსი. გაიმეორა და მოდი ეგ შემოვიტანოთ რა. 1A რომ იქნებ და ხო რა, არ უყურებდა ეგ მასე რა. ანუ მისთვის იყო მისი პროფესიული რაღაცა საქმიანობა და ის პროფესიული საქმიანობა საბოლოო ჯამში ცუდად არ შეუსრულებია მას ამის განმავლობაში. ფანტასტიკურად შეასრულა. ხო, რასაც ქვია პროფესიული საქმიანობა. კი. აი, ეხლა რომ გავალო თანამედროვე დროს პარალელი რა. შეიძლება ხა მართლა ნაცისტური და ფაშიზმის მხარეს დგომა ცოტა ექსტრემალური მაგალითი არის და ამიტომ მანდ ბევრი შეიძლება ვერ ვიკამათოთ, იმიტომ რომ ხო, კაი, ხელსავწევთ ყველანი და მოდი ცოტა ქვევით ჩამოვწიოთ ეს ექსტრემი და ავიღოთ რავი, კომპანიის ისეთი ხედვა, რომელიც შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყოს, ან ერთ-ერთი თანამშრომლისთვის არ იყოს ეხა
რომ ან ხო მე ცოტა სხვანაირად ფიქრობ, მაგრამ მოდი რა, ეხლა რახან მე აქ ვარ და ეს როლი მაბარია და ეს საქმე მაბარია. აი ვიცი ფრაზა ქართულად როგორ თარგმნო disagree but commit თუ როგორც არ არის. დაითანხმო, მაგრამ შევასრულო ჩემი საქმე რა. ხო, არ დაითანხმო, მაგრამ შეასრულო, ხო. მოდი შესაძლებელი კომიტზე მინდა გითხრა, იმ დღეს აღმოაჩინე რა ვიკითხე და მიპასუხეს ქართული ვერსია კომიტმენტის. რა არის? თვითმიძღვნა. 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 არ დავეთანხმო, მაგრამ თავი მიუძღვნა, ასე ვთქვათ ამ საქმეს. ხო, ლევან, მე მგონია რომ შენ ახლა ერთ-ერთი პარადიგმა გული გაშალე ამ საკითხის და როგორ ილინკება რა დღევანდელ რეალობასთან, როგორ კავშირდება დღევანდელ რეალობასთან. ეგ ამბავი რა მნიშვნელოვან რამეს შეეხედა. ხო, ახლა ის სხვა ანალოგიებით საუბრობთ ჩვენ. ხო, ახლა ის პერიოდი იქ მართლა მორალური კომპასი აქვს, ხო, საუბარი და მართლა ისეთ რაღაცებზე თვალის დახუჭვა უწევს არა თავისი სურვილით აკეთებს სტივენსი, ხო, იმიტომ რომ თulis რომ პერფექციონისტია, ღირსების საკითხია, პროფესიონალიზმი, დისციპლინირებულია სუპერ. მაგან ამას ვიზამობთ, რომ დისციპლინა არის ჩემი ციგნის მიხედვითაც ერთ-ერთი ნომერ პირველი და აუცილებელი, ხო, წარმატებულობისთვის და წარმატებული ლიდერისთვის. თუმცა მაგას დაკარგული აქვს, ხო, იმის იმ დონემზე აქ აყვანილი, რომ ვეღარ ხედავს რას ემსახურება. როგორ ითარგმნება დღეს და მაგარი რაღაცა გაშალი, არ არის აუცილებელი, რომ რამე ორგანიზაცია ცუც აკეთებს, არავინ არ აკეთებს დღეს ცუც, ხო, ორგანიზაცია იქნება იმისთვის, რომ ხო, პირველ რიგში ემსახუროს ხო რაღაცა იდეას და როგორც ბიზნეს სკოლებში ყველას გვშვებია რომ shareholder-ების ან დამფუძნებლების wealth-ი გაზარდოს ხოდიში ინგლისური სიტუაციის დოლარი რომ გაზარდოს რაც ძალიან სწორია და კარგია მიუხედავად იმისა რომ მოძველებულია მე მაინც ვეთანხმები მაგ პარადიგმას თუმცა და არის ძალიან კრიტიკული თუმცა რომ დღევანდელი ლიდერშიპი ანუ ლიდერობა მით უმეტეს დღეს რა თაობაც მოდის მათთვის არავითარ შემთხვევაში საკმარისი არ არის მხოლოდ ეგ რა ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას ემსახურები და რასაკ იდეა რა არის რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს და ამ იდეაში ბაინს თუ არ აკეთებ ანუ თუ არ ყიდულობ მაგ იდეას გამორიცხულია დიდი ხანი ეს და ამას ძალიან ჩემი ახლა გიგუროსავდა ჩემი აქამდე კარიერის მანძილზე ძალიან ხშირად და ბევრჯერ წავსდომი ვარ და მინახავს ისიც როცა მხოლოდ მატერიალური რაღაცების გამო ადამიანები აკეთებენ რაღაცას და მინახავს ისიც როცა ბოლომდე ნაყიდი აქვთ იდეა და უზარმაზარი განსხვავება მაგ შორის ამიტომ იდეა უფრო დიდი რა თქმა უნდა იდეა ბევრად უფრო დიდი ენერგიაა ბევრად იდეის გამო შენ ასე ვთქვათ დისციპლინა თვითმიძღვნა ბევრად დიდია ვიდრე მხოლოდ რა ვიცი კომპანიაში მუშაობ და მე ჩემი paycheck-ი ხო ხელფასი მაქვს ხელფასამდე ვარ და აუცი აღარც ვაფუჭებ არაფერს და რაც მოვალი იმას კარგად ვაკეთებ რა ხო და ეგ ძალიან კრიტიკულია ანუ პარადიგმა ეხა მწიქთან რატო კავშირდება რა რომ ამ ადამიანისთვის პროფესიონალიზმია ეს იდეა აი ეგ ამ ადამიანისთვის იმდენად აღმატებულია ბატლერობა და ეს პროფესიონალიზმი და ეს პერფექციონიზმი რომ იმის იქით ხო და როლია მისთვის ხოლთან არის გაიგებული და ის ლორდ დარლინგტონის ამ დამფუძნებლის დაკვეთა რა არის ან მორალურია ამორალურია ალბათ ძალიან კარგადაც ესმის მაგრამ იმდენად უკანა აქვს ეს ყველაფერი გადაგდებული რომ ამას ხო აი ძალიან მაგარი მომენტებია იქ რა არათუ თავის ცხოვრების სიყვარულს შეელევა და ფაქტიურად დაკარგავს მამამისი როცა ხდება ბოლო წუთებში მაგ მომენტშიც კი თავის მოვალეობას ასრულებს რომ სამსახურში საქმეში ყველაფერი იდეალურად იყოს და როცა შევა ოთახში უკვე მამამისი გარდაცვლილი დახდება რა ეგ მომენტი იყო შევიჭერე ეგ მომენტი იყო როდესაც ეპიზოდის ჩაწერამდე ყვებოდი რომ მომწონს და ეხაც ცოტა სიმპათიებით ვარ ამ სტივენსისადმი მაგრამ მაგ მომენტში ვთქვი რომ მე მგონი ეხა უკვე ნამეტანი მოგივიდა თქო და ამავე დროს იცი რა მინდა რომ შემოვიტანო მე ეხ ცოტა შევეცდები მეშმაკის ადვოკატის როლი ვითამაშო აქ რა და იცი როგორი რამე მინდა შემოვიტანო რომ ჩვენ ადამიანებს
აღქმით გვაქვს რეალობის აღქმა რა, ანუ ობიექტური რეალობა ესე. გვაქვს ეპიზოდი მაგასაც და ესე ობიექტური რეალობა ძალიან სადაო რამ არის რა. არსებობს რომ ხო, არ არის რა, ფიზიკურ რეალობაზე შეიძლება შევგვიერთოთ მაქსიმალურად, მაგრამ ეგეც კი აინშტაინს თუ გაეცნობი და ფიზიკოსებს მანდაც არ არის ეგ ობიექტური, მაგრამ გავანებოთ, ანუ შესაბამისად აღქმა რეალობის, ანუ რეალობა არის აღქმითი, ანუ ჩვენ როგორც აღვიქვავთ, ისეთი რეალობა არის. შესაბამისად ჩვენი მე მორალური კომპასიც ეგრე სწორდება რა მაგ დონეზე და აი ეგ თემა მქონდა ჩამოტანილი, რომ მე თუ იდეა, ჩემთვის თუ მისია, ჩემთვის თუ საზრისი არის ამ პროფესიაში მაქსიმალურად იდეალურობა და მაქსიმალური შედეგის დადება, ეგ არის ჩემი საზრისი ცხოვრების, მაგისთვის დავიბადე. და მაგას თუ ვაწვევი რქებით, რაღაც დონეზე თითქოს კონტექსტუალურად იგივეს ვიძახით, მისია ჩაეჭიდე და საზრისი იპოვე და თავი მიუძღვენი მერე და მერე რაღაცნაირად აფასებ რომ ეკი, მაგრამ ხე ეგ საზრისი არ არის კარგი. ხო, და მაგარი რამე წამოწე. ხო ხტები რეალ წიგში ეგრე ჩანს ყოველ შემთხვევაში ავტორს ეგრე გადმოგცემს ავტორი რომ რეალურად არაფრით არ რჩება ეს ადამიანი ხო რომ ხდება რომ შეიძლება ითქვას რომ მისი საზრისი იყო დახვეწა ყველაზე მეტად აი ყოველდღიურად მისი პროფესიონალური პერფექციონიზმი დახვეწა და საზრისთან გაიგივება პროფესიის არ ვიცი, ძალიან ხო ხტები ინდივიდუალურია და სუბიექტური. ამ სიგნისთან გამომდინარე დიდი უბედურება აღმოჩნდა რა, ხო, როლთან გაიგივება რა. როლთან გაიგივება, რაც გონია რომ და მე ვეთანხმები რა, ჩემი სუბიექტური განმოსახედიდან მე ვეთანხმები, როდესაც შენი თავი გაიგივებული გაქვს რაღაც როლთან. საერთოდ ხარ როლზეა საუბარი პროფესიულად, იმიტომ როლი აქვს ხომ ასიკ. ხო, და ძალიან გაბრმავებს და ალბათ მე ძალიან ცარიელს გტოვებს. კი, არა, მეც რატო აგიტო თქვი რომ ეშმაკი სადუკაც ვითამაშებ, რომ მეც გონია რომ საზრისი პირველ რიგში ხო, იმიტომ რომ ჰუმანურობა და ანუ ადამიანი რჩება, ხო, და როლები და ორგანიზაციები ხრება, იცვლებიან, ევოლუცირებენ ასე შემდეგ და ადამიანი რჩება და აი გარემოც როგორია ხო აი რა როგორ დამაგრა რეზონირებს რა ლიდერშიპთან გარემო როგორია იქ რომ და დღევანდელ ბევრ ორგანიზაციაში ეგეთი გარემო რომ ანუ ნულოვანი ემპათია, ნულოვანი უსაფრთხო გარემო და დღეს ძალიან ბევრი საუბრობს და არ მინდა რაღაცა ისე გამომევიდეს რომ ატაცებულად რომ უსაფრთხო გარემო ბევრ ძალიან გატაცებულიც კაკლის გატაცებას ეძახი ხოლმე რა უსაფრთხო არა უსაფრთხო გარემო და ემპათია არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულობის არ ქონას არავითარ შემთხვევაში მაგას მასე არ უნდა გავიქოთ რა მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იქ არ არის ეს გარემო საერთოდ არ არის ხო იქ ეს გარემო და ამ დროს გულში როგორი სხვანაირი ადამიანია მაგრამ მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ადამიანთანაც კი რომელთანაც ძალიან დიდი სიყვარული აქვს როგორ ცივად და უხეშად და დაუნდობლათაც ხო რაღაც მომენტებში იქცევა რა вообще ცოტა საინტერესო საკითხს ბევრ საინტერესო თემას შეეხეთ მაგრამ დამაფიქრე ერთ თემა რა თვითონ სტივენსისთვის რა ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი რა რაღაც კონკრეტული მახასიათებლები აქვს ამ დიად აღმასრულებლის იმიჯს რა ქვია მაგას სურათს ხო წარმოდგენას მაგიტო ვთქვი რომ წიგნის ალბათ ერთ-ერთი მთავარი თემა იმიტომ რომ ეს ცდილობს გახდეს და იყოს დიადი აღმასრულებელი და ბევრს მსჯელობს იმაზე ასე მესამე პირში არის თუ არა დიადი აღმასრულებლის რეპუტაციაზე მის ბატლერების შორის და კი ზუსტად და ერთ-ერთი რასაც ამბობს რა ერთ-ერთ მახასიათებლად ყოველ შემთხვევაში მე ესე მესმის რაც მოყავს არის რომ ვერ იქნები დიადი მოურავი თუ არ ემსახურები იმ საქმეს, ანუ იმ დამქირავებელს, ესე ვთქვათ, იმ საქმეს, რომელსაც წვლილი შეაქვს საყოველთაო სიკეთეში, მოდი ესე ვთქვათ, რა, ანუ უბრალოდ დიდგვაროვანს თუ ემსახურები, ეგ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ თავს დაუძახო
დიადი აღმასრულებელი, დიადი მოურავი. ეს შენი დამქირავებელი პლუს კიდე რაღაცა მაღალ მატერიალს. ეგ ჩენი საზრის, ხო? ხო, უნდა ეთამაშებოდეს და ამავდროულად რაზე საუბრობდით რა? მეორეს მხრივ უკიდეგანო ერთგულება, უკიდეგანო ლოიალურობა თითქოს უშლის ხელს რომ დაინახოს, კი, მაგრამ ეს ჩემი დამქირავებელი ემსახურება რამე დიაც, რამე ღირებულს თუ არ ემსახურება რა და ბოდიში ვიხდი, ერთსაც ვიტყვი, ეხა შუა ლაპარაკში რა აზრი მომივიდა ეს თავში 30-იან წლებში. ხო. ალბათ საერთოდ არც იყო აღქმა რომ დიდი საფრთხე იყო პირობითად რა კონკრეტულად ჰიტლერის და გერმანიის იმდროინდელი რეიხის სახით ხო. ერთ-ერთი რაც ბოდიშანსაც ჩავამატებ, ანუ მისი დუალისტური და მათ შორის თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომები ლოიალობასა და რაღაცა დიად საზოგადო სიკეთესთან მსახურებას მიმართებაში ის მაგით თითქოს თავს იმართლებს რა რომ მე ესა რა ვიცი მაგის შეფასებელი მე როგორ ვარ რა ანუ რაღაცა ნდობა დელეგირება იმისა რომ ეს კაცი რასაც აკეთებს სწორია და ქვეყნისთვის სასიკეთოა თითქოს და გაცემულია აქ და მაგით იმართლებს თავს იმაში რომ მე ამას ვიმსახურები რა მეც ხო მე ჩემი საინტერესო საკითხი შემოიტანე პერიოდი ისეთია რომ თუმცა დაპირისპირება არის შიგნით ხო მოკლედ ფაშიზმი არის და ანუ მაგ დროსაც აი მორალურ კამპუსზე რო საუბრობთ ღირებულებებზე ხო ცნობილი არ არის ამალული რას ემსახურება მაშინ რა ფაშიზმი და რა იდეოლოგია არის და ასე შემდეგ და ეს ფაქტიურად ხო მასპინძლობს ამათ და ეხმარება გარკვეულწილად და უშვებს ებრაელ თანამშრომლებს ხო პირდაპირ უშვებს რაზეც მოუვა სერიოზული უთანხმოება სტივენს შიგნით ამ ხალხს რა ერქვა ამ გოგოს რა ქვია ნუ ამ შობაკ რაც არ უნდა ერქვა ხო და ხო არ არის მარტივი საკითხი არ არის თუმცა აქ თავარი ის არის რომ ნახე აქ წინში ჩარს რომ ის არც კი უშვებს იმ კრიტიკულ აზრს შეახციოს მის გონებაში რომ კითხვის ნიშნები დასვას რომ ლორდ არლინგტონი თუ შეიძლება არასწორ ხარეს იდგეს ხო ეხლა გამახსენდა ან არასწორ საზრის ემსახურებელს ეხლა გამახსენდა რაღაც მომენტში აქ არის კრიტიკა ამ დარლინგტონის კენტონი ხო ამ დარლინგტონის ნათლულიც კი მივა ამასთან რა სტივენსთან და უხსნის რომ ბიჭო არასწორ ამას აკეთებს ეს ჩვენი ძმა და მეგობარიო და ცოტა აზემოდიო და ეს უარზე გადის ანუ რა ჩემი საქმეა მან წვირი ჩავყო რა ეხლა გამახსენდა ეგ დიალოგიც დგება ფინანსური თავისუფლება არ მოდის შრომიდან ან ინტელექტიდან ფინანსური თავისუფლება მოდის აქტივებიდან რომელიც აგენერირებს ფულს მაშინაც კი როცა გძინავს ყველაზე მარტივი და ეფექტური აქტივი კი რომელიც აგენერირებს ფულს მაშინ როდესაც გძინავს არის ინვესტირება წამყვანი კომპანიების აქციებში საფონდო ბირჟაზე ინვესტირება კი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა ვიდეო სახსერაში მოცემული ბმულით გადადით ჩვენი თანამოაზრე საქართველოს ბანკის მობილ ბანკში და დაიწყე ინვესტირება დღესვე ყოველ დღე $5 რომ დააბანდო S&P 500-ის ინდექსში ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით 20 წელიწადში $100,000-ზე მეტი გექნება. არჩევანი შენზეა. ყოველ დღე გაფლანგო $5 თუ ყოველ დღე $5 გამოიყენო იმისათვის, რომ შენი ფინანსური თავისუფლების მშენებლობისთვის ერთი აგური დადო. თანამედროვულად საქართველოს ბანკი გთავაზობს გათამაშებას, სადაც შეგიძლია მოიგო $2,000 Nvidia-ს აქციები. დეტალები იხილე ვიდეოს აღწერაში. აი ხამოდი რა, ეგეთ თემას შემოვიტან და თან პარალელსაც გავალებ თანამედროვეობასთან რა. ერთი თემა არის ის, რომ საბოლოო ჯამში ამ კაცის აღქმაში და შეიძლება ახლოს იყოს ობიექტური რეალობა ცოტა ისეთი ნათქვამი გამომივა ახლა, მაგრამ ახლოს შეიძლება იყოს რეალობასთან ის, რომ ეგ არის რა, მოურავია რა, მეტი მან არაფერი სხვა არ იცის, ანუ საბოლოო ჯამში მისი დამსაქმებლები შემოფარგლული არიან და შეზღუდულები არიან, მხოლოდ პოტენციური, რა ქვია, ლორდებით და მაღალ დიდგვაროვნებით ან მდიდარი ხალხით, რომელსაც შეუძლია რომ დიდი სახლი ქონდეს, სადაც ჭირდება ეს სახთუხუცესი რა. ეგ ერთი ვარიანტი აქვს მის კონტექსტში რა ხდება და მეორე ვარიანტი არის, ხო, და შესაბამისად გამოდის ის, რომ რა ვქნა მე ხა, თქვათ არ ვეთანხმები, აი როლორ დალინგტონს არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები ჩემ დამფუძნებელს. აი ეს კომპანია რა პოზიციასაც იკავებს დღეს, აქეთ თუ იქით მხარეს
არჩევანი დგას ქვეყანაში და რა ადგილსაც იკავებს ეს კომპანია და მისი დამფუძნებელი არ ვეთანხმებ. ჩემი პოტენციური ნაბიჯები რა არის? რომ მე შიგნიდან დავიწყო რაღაცნაირი ბრძოლა, კამათი, არგუმენტების მოყვანა და რამოდენიმე არჩევანი გაქვს. და მეორე რომ წავიდე. რა თქმა უნდა, რამოდენიმე არჩევანი ხო გააკეთო. ამ შემთხვევაში რა შეუულია და ისო გააკეთოს თუ უდეგარი რა დუალიტი არა აქ ამას უსტად რა იმდენად შეზრდილია როლთან რომ არც კი უშვებს რომ მოკლედ ეგ ნაბიჯი გადადგას და ეხლა შენ რო საუბრობდი ერთი შეგვიძლია ხოლმე წიგნიდან გასვლა კი აუცილებლად კაცო წელი არსიც ეგ არის წელი არსიც ეგ აი დღევანდელი დღეს რო ანალოგია გავაკეთო რა და ძალიან ცუდი ვარ სახელების დამახსოვრებასთან მაგრამ ან დღევანდელი ანალოგია არის ძალიან კარგი AI-ის განვითარებაზე და კომპანიებზე და არის ეგეთი აქტივისტი დღეს AI აქტივისტი ხალი აღმოსავლური წარმოშობის არის ის ხალი რომელიც Microsoft-ში მუშაობდა და დიდი кейსი არის მე როგორც ეგეც Harvard-ის სამსახურებით გავეცანი кейსია როდესაც ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ჰქონდა Microsoft-ში AI-ის განვითარებაზე და მოკლედ წამოვიდა იქიდან საფრთხეების გამო რა რომ დღეს ახლა მომრავი ადამიანი საუბრობს მათ შორის მამა დამფუძნებლებს რო ეძახიან რომ არავინ არ იცის საბოლოო ჯამში AI-ის ესეთი განვითარება სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხო და უამრავ სიკეთესთან ერთად მოკლედ ეს საფრთხეები რეალური არის რეალური იმიტომ არის საფრთხეები რომ უბრალოდ არ არის პასუხები იმ კითხვებზე, ძალიან ბევრ კითხვაზე, რა როგორ შეიძლება გავითარდეს, შეიძლება თუ არა. დამოუკიდებელი გახდეს დღეს დღევანდელი AI, AGI-ად, ხო, ეს artificial general intelligence-ად როდის შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს და ეგრე რომ მოხდება, მერე რა ხდება, ასე შემდეგ. და ბევრი ადამიანი, რომლებიც აი ამ ქართული სიტყვა თქვა, აი ამ ბოლაში არიან ჩაბმული, ხო, ქვეყნების და კომპანიების, ხო? ანუ იქიდან ბევრი ადამიანი მორალური მოსაზრებების გამო მოდის და ტოვებს, იმიტომ რომ ხედავენ საშიშროებებს და საზრის აღარ ეთანხმებიან, რა. იმიტომ რომ და განავინეს ვერავის ვერ გამოსჯით ჩვენ რა. არც არანაირი უფლება გვაქვს გონია და არც იმდენი ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია რომ კომერციული ორგანიზაციები ყოველთვის ასე ვთქვათ და მათი თვითგადარჩენა, რამიტომ ისინი ამ რბოლაში თუ არ ჩაებმევიან, მაშინ აღარ იარსებებენ და გზაც არ აქვს. ანუ მათიც ძალიან კარგად მოსმის, იმიტომ რომ ეს რბოლა, AI-ის რბოლა არის ის რბოლა თან პირობებით და თან თუ არ ხარ, მაშინ თვითგადარჩენისაც. ზუკერბერგმა თქვა რომ მიჩვენია რამოდენიმე მილიარდი დავკარგო, ვიდრე ჩამორჩი ამ რბოლას. დაკარგო და მე საფრთხები რა, ანუ მაგის გამჩერებელია, არავინ არ არის. ხა მსჯელობას, ჩემ მსჯელობასაც რო შევეწინააღმდეგო. აქ დიდი არჩევანი შეიძლება არ ქონდეთ რა, მაგრამ იქ ამ წიგში რა, იქ არის არსებობს არჩევანი რა, იმიტომ რომ იქ შეუულია, ანუ იქ დამფუძნებელი არ არის რა და უბრალოდ იგნორირებული აქვს ეს მორალური გამოსვლა და შეუძლია არჩევანი გააკეთოს. ან რა ვიცი თქვას რომ ლორდს არ დაითანხმოს რაღაცებში, ან სხვანაირად მოიქცეს ხო რა გადაწყვეტილებებს ან წამოვიდეს რა. რატო დავაკეთე? წამოვიდეს ახსენე, მოიცეთ გამახსენდა ეხა რა. ხო. ეს კენტონი ხალი. ხო. ებრაელების თანამშრომელის გაშვებაზე ამას მაგრად გაუჭედა და დაემუქრება რომ მე მივდივარო რა. და საინტერესო ეხა რასაც საუბრობთ რა დამთავრდება მეტრო ვერ წავა ხო და ანუ აი ვერ წავა იმიტომ რომ ბოლომდე ვერ გაიტანს თავის ან მეორე ვარიანტი უყვარს ეს კაცი მაგას მის კენტონს საბოლოო ჯამში ბოლოში ეგ ჩანს ხო ბოლოში ჩანს არა ნოველის როსაც უყვარს მაგრამ საბოლოო ჯამში მის კენტონი წავა როგორ ვერ წავა ოღონდ გათხოვდება მიზეზი წავა რა არა წავა ხო და აი ეგ თემა მინდოდა რატო მინდოდა რომ ეს წასვლა არ წასვლაზე ისევ შევეცადო რომ სტივენსის მხარე დავიჭირო, ოღონდ არა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვლი რომ არ უნდა წასულიყო. დავიჭირო იმ კუთხით, რომ შევეცადო დავინახო მისი გადმოსახედი და შევაფასო რამდენად მას ისმოდა რომ შეეძლო წასვლა და ეს არ იქნებოდა მისი პროფესიული მარცხი, ასე ვთქვათ, ანუ არ გააფუჭებდა ის მის რეპუტაციას, რომელზეც კი შეცდომით ჰქონდა აგებული მთელი თავისი იდენტობა, მაგაზე ლაპარაკიც არ არის რა, ნებისმიერ როლს რაც არ უნდა იყოს, მიეწეპები და პრობლემა არის.
მაგრამ ნუ მაგ თუმცა კონტექსტიდან რეალობაა და არავინ არ თქოს რომ რაღაცა დოზით ეგ არის მართებან არ დაემართება ვიცნობ ადამიანს, რომელიც იმდენად არის შესაძლებელი თავის როლთან, რომ ეხა როლთან განშორების გამო სერიოზული პრობლემები აქვს. რა ვერ ეგუება მაგ ამბავს. ხო და სად მივიდიოდი? ანუ ერთი რომ შეეძლო თუ არა მას წასვლა და ქონდა თუ არა მას დიდი არჩევანი და ეგ ხო არ გამოიწვევდა მის გინდ ფინანსურ, გინდ პროფესიულ ვარდნას. ხო და მანახე მაგას ვიძახი რა, რომ იქ აზრი კი ეს ნარატივი მისი დღიურად სტილის მონათხრობი თავისი ამბის ნამდვილად არ ჩანს არსად იქ რომ ერთხელაც მაინც დაფიქრებულა საერთოდ რომ უნდა წასულიყო რა უბრალოდ რაში მინდა იცი რომ რა მინდა რომ შემოვიყვანო რა ამ არგუმენტში რა ამ კონტექსტში რომ თქვათ და გაიელვა თავის წასulis რა მაგრამ ეს რაღაცნაირად იმხელა დიდი ნაბიჯი შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის, იმიტომ რომ უკან შიში არის იმისი რომ შეიძლება ვერსად ვერ დავსაქმდე. მეორე კითხვა რომ აი, მაგრამ მე რა ვქნა, რავი, მოურავი ვარ, რავი, ემსახურები ამას და ეხლა რავი, ეს ბრიტანეთში არის და რავი, ეს პოზიცია უჭირავს და ეხლა ესე რომ აიღო, არც კანონს არ ღვევდა ბრიტანულს რამეს და არც რამეს აკეთებდა ეს როლ დალინგტონი და მარტოც არ იყო კაცო ბრიტანეთში, მთელი რავი, ჩერჩილის ოპოზიცია ყავდა და ოპოზიცია ჩერჩილის იყო ის ვინც იძახდა რომ გერმანიასთან კოლაბორაცია უნდა გქონდეს და არა ომიო და ჩერჩილმა ჩააჭირა იმიტომ რომ ხედავდა იმ რისკებს რა ხო ნამდვილად ეგეთი პერიოდი მე ჩემი ახმით მოკლედ აქ მე მგონი არ უნდა გავსაჯოთ ბოდიში რა კითხვა მინდა ეცე დავსვა აი დღევანდელობაში რა ბოდიში შეიძლება დღევანდელობაში საერთოდ რამდენი ადამიანი შეიძლება აღმასრულებელი მათ შორის შეიძლება არა აღმასრულებელი მაგრამ საშუალო რგოლის მენეჯერი დღეს მუშაობს რაღაც ორგანიზაციაში რომლის დამფუძნებლის პოზიციას არ ეთანხმება რაღაცა ნაწილში. და ბევრი შეიძლება იყოს ეგეთი. და აი ეს განჯის მომენტი არ მინდა რომ წავიღოს, რატო იცი რომ მინდა რომ გავუგო რაღაცნაირად იმ ადამიანებსაც, იმიტომ რომ ესეთი მარტივი ეგნაბიჯი შეიძლება არ იყოს. გასაკეთებელი არის, იმიტომ რომ ზოგადად გამბედაობა და შენ თავთან ავთენტური დარჩენა და შენ ფასეულობებთან true რო იყო, ანუ მართალი რო იყო შენ ფასეულობებთან გძელვადაში ბევრად მეტი ის მოაქ სისავსე, თუმცა 100% ძალიან რთული დილემაა და არც არავინ არ უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავსაჯოთ მე მგონი არც პერსონაჟი სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ პერსონაჟი ძალიან ლოიალურია რა ანუ პროფესიისას და დარლინგტონისაც მათ შორის და მისტირის კაცო იმ არც კი განიხილავს რა და მე არ მგონია რომ არ შეიძლება პირდაპირ არ ჩანს მაგრამ როგორც მახსოვს რა ეს იგი ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საფრთხეებია ურავი ეს სტივენსი და ოპციები ექნება, მაგრამ ის დარლინგტონის ძალიან დიდი ერთგული, ანუ ეხლა დღევანდელ ანალოგიას რომ მოიყვანე თანამედროვეობასთან შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ იქ მუშაობდე, არც ეგ არ უნდა განსაზღვრო, მაგრამ ამ შემთხვევაში ლორდის ამ სტივენსის მოცემულობა სულ სხვა არის, რა ის დაბრმავებულია, ლოიალურობით არის რა განსჭვალული. იმიტომ დღეს ეს ადამიანები ვინც შეიძლება არ ეთანხმებენ, ისინი არ არიან ლოიალურები, ხო? ისინი არ არიან არც კომპანიის, არც დამფუძნებლის ლოიალურები, უბრალოდ ხო რთულია რა არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ ვიღაცა თამამია ფიქრობს რომ უკეთეს ადგილას წავა და რაღაცა, ვიღაც და ძალიან პატივს შემეგეთ ადამიანის სხვა არჩევანი აქვს. ვიღაცა ფიქრობს რომ მოკლედ აქ ვარ და ტივტივებს ვეძახი რა და ტივტივებს იქ და ო მოკლედ იც არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ დიცას არაფერს არ შენებს, მაგრამ აკეთებს. და იმას შეიძლება მორალური დილემები შეიძლება დიდი არც კონდეს რა. თუ მორალური დილემა დიდი აქვს და მაინც ხო ეგ სხვა თემა, მაინც არ გამშვით არის, მაგრამ აი და კიდე ერთხელ გავუბრუნდები ამ თემას რა. თვითონ სტივენსის, ანუ ამ საფრთხუცესის ლოგიკაში არც ერთი ხელ არ არის ნახსენები საღი აზრი, როგორც ღირსება დიადი აღმასრულებლის რა. ანუ საერთოდ არა აქ ეგ დაშვება გაკეთებული, რომ უნდა იაზროვნოს რა. აქ დაშვება გაკეთებული, უნდა იყოს ერთგული. აქ დაშვება გაკეთებული, რომ უნდა შესიცხორცებული კონდეს თავისი საქმე და აქ დაშვება გაკეთებული, რომ ემოციები უნდა კონდეს ბოლომდე ჩაკლული. აი ბოლომდე. ხო, surprise დათრგუნული რა. თორე ის აზრი რომ მე ხა ტვინი გავანძრიო და ყველაფერი ბრმად გავაკეთო, საერთოდ არც აქ დაშვება გაკეთებული, რომ ეგ შეიძლება იყოს ვარიანტი ცხოვრების. კი, არა, აქ დაშვება და რა პარალელებს ვავლევდი იცი გონებაში რომ კითხულობდი, ანუ თან ერთის მხრივ ეს ამონარიდი ციტატები რო აიღო მის მიდგომა პროფესიასთან და საქმისადმი არის
რაღაც დონეზე ძალიან შთამაგონებელი რა, იმიტომ რომ ძალიან. კი კაცო, აი მიუხედავად გარემოებისა, შენ რაღაცა უნდა იყო ამ პროფესიისადმი და შეეცადო რომ ზოგი მე ძალიან მომწონს და ჩაანიშნული მაგ მონიშნული კაცო რომ რა მაგარი ხვის ამბავი მაგარია ძალიან უამრავი ძალიან ძლიერი თვისება აქ ადამიანს ხო კიდევ ერთხელ გამომეორდები დისციპლინა რომელიც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი და სათაყვანებელი რამ არის მქონდა რომ მაგის გარეშე არ ხდება უაღრესად დისციპლინირებულია თავის საქმეში შეყვარებული მაგრამ ფაქტია რომ დიდი კაი სიტყვა ლიმიტირებულია იმის გარეშე დღევანდელ დღეს და მაშინაც ფაქტი აღმოჩნდა იმიტომ რომ ცხოვრებამ გაიარა და remains of the day ანუ რაც დარჩა სიცარიელე დარჩა აბსოლუტური სიცარიელი დარჩა ხო და ლიმიტირებული ანუ მალიმიტირებელი ფაქტორია ყველაზე დიდი როდესაც შენ ბრმა ლოიალურობა გაქვს და არ სვავ კრიტიკულ აზრს არ აძლევ შესაძლებლობას ამ საზრის რას აკეთებ, ვისთვის აკეთებ, რატო აკეთებ, თუ აი ამას არ უშვებ რა ამ კომპონენტს და ამ დროს ხო რამდენი რაღაცა მოხდა. რამდენმა რაღაცა მაუარა გვერდი მის ცხოვრებას რა. ერთი გადასარევი ამბავი მინდა გაგიზიაროთ. თბილისში, სამხრეთ კავკასიაში პირველი ელექტროდამტენი სადგური გახსნა ჩვენმა თანამოაზრე სოკარმა. ელექტრომობილების ფლობელებისთვის ეს გადასარევი ამბავია. ედროულად შესაძლებელია 6 ავტომობილის დამუხტვა. მათ შორის 2 სწრაფი დამტენით, რაც უზრუნველყოფს 40 წუთში ავტომობილის სრულ დამუხტვას. თან, სანამ მანქანა იმუხტება, შეგიძლია იქვე ეწვიო ნულოვანი პლასმასის კონცეფციის მქონე ვეიმარტის მაღაზიას და გემრიელი ყავას დააგემოვნო. ამ ყველაფერთან ერთად სადგური ნაწილობრივ მუშაობს მზის ენერგიაზე, რადგან იგი აღჭურვილია მზის პანელებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ამბიციას გახდეს რეგიონში ლიდერი ენერგოეფექტური და ეკომეგობრული კომპანია. დეტალები იხილეთ ვიდეოს აღწერაში. ერთი იდეა რა, ესეთი ჰიპოთეზა მინდა წამოვაყენო. იმიტომ რომ არ მინდა რომ დავაყენინო არც საზრისი და საზრისიზედმი ერთგულება რა, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან დიდი ენერგიის მომცემი არის, როდესაც რაღაცა საზრის ემსახურება. და ამავდროულად რო არ გავხდეთ მსხვერპლი ამ დაბრმავებისა. იდეაში გვასწავლის კიდევაც მაგას, კარგი მესაზრისეები და რა ქვია, მესაზრისე. ხო, მესაზრისე. ხო. საბოლოო ჯამში, ერთი ხა მე რაც ჩემთვის ვთქვი და მომწონს ჯერჯერობით რა ვთქვი არის ის, რომ ერთი რომ საზრისი აუცილებლად სხვა ადამიანების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და რაღაცნაირად უნდა აუმჯობესებდეს ის ჯამში ადამიანთა ყოფას და არ უნდა იყოს საზრისი შენ ეგოზე მომართული, ანუ შენზე დიდი უნდა იყოს. ერთი და მეორე ავთენტური უნდა იყოს შენი, ანუ ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა გადარდებდეს ეგ საკითხი და ის ფასეულობები სტივენს იმაგად აკმაყოფილებს. სრუნავს დარლინგტონზე. ხო და მოდი ხო და მაგით თქვი ნახე რა მახი არის რა, ანუ შენ დარლინგტონის ერთგული კი არ უნდა იყო, არამედ იმ იდეის, რომელიც ჯამში კეთილდღეობა მოაქვს. და შეიძლება დარლინგტონი იყოს ორგანიზაციის ფლობელი, შეიძლება შმარლინგტონი იყოს, რომელიც ამას აკეთებს, იგი ერთი და მეორე შენი ავთენტური იყოს, საკუთრით რომ შენ ფასეულობები რაც არის, შენი ადამიანური ფასეულობები. იმის დათმობა არ უნდა გიწევდეს შენ ამაში მსახურებაში, თორე შენ მე შენ საკუთარ თავთან აღარ ხარ ხო, ძალიან რთული საკითხია. მე მგონი რომ დათმობები, კაი სიტყვა, დათმობების გარეშე არ ხდება. ჩემი აზრით ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ვიზიარებ. დათმობები ყოველთვის გიწევს. აი, აბსოლუტურად და გამორიცხულია რომ დათმობები რამე წითელი ხაზები არ უნდა კონდეს, რასაც ამას არ თმობ დანარჩენი ოკეი ლაპარაკი. ეს ძალიან სუბიექტური არის. ლევან, ჩემი აზრით, ფაქტია, ეს ციგნი გვაჩვენებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა აქვს ნებისმიერ ხასთან დათმობაზე, მის პირად სიყვარულს მის ოჯახს, მორალს, ნულოვანი, აბსოლუტურად ნულოვანი. და რეალურ ცხოვრებაშიც ეგრეა რა. ხო, აი რო შეხედო, ენტერპრენერებს რო შევხედოთ, მათ სუდათმობებია, მათ მთელი ცხოვრება დათმობებია. აქ კიდე მთავარია, როგორც თქვი, რომ საზრისი რა არის, შენი რას ემსახურები რა. ხანდახან ეს რა არ არის დუაროვანია რა. ანუ რაღაც ის ესე აღება და copy paste იდეის ან აზრის არ ხდება ხო რეალურად ცხოვრებაში. ანუ ხანდახან ეგეთი მსგავსი მიდგომა რაღაცის არგებლის მომტანი შეიძლება იყოს ხოლმე ვიღაცისთვის რა.
რაღაცა მიზნის მიღწევაში ოღონდ რა ეგ არის. თუმცა რა არის აზრისი და რა მანდ შეიძლება ხო თან ისეთ ფართო თემა და საკამათო იყოს რომ მანდ მსგავსად მოკლედ მანდ ეგრესიარული მსგავსი იდეოლოგიციალური რამდენად სწორია და კარგია მაგაც პასუხი არ მგონია რომ ვინდეს კონდეს რა ის გასქურის დათმობაზე გამახსენდა ის გასქურის თეორია თუ რაღაცა იცი 4 გასქურა სამბავი მეწარმეები და მანუ რა ქვია მივხვდი გასქურაზე რომ 4 რაღაცა რომ ინთება რა მოკლედ რა ოდე რაღაც ოჯახია რაღაც საქმეა რაღაცა ჯანმრთელობა არის და მეგობრები თუ რაღაც ეგეთი რა და მოკლედ თეორია არის რომ 2-ს ანთებ მარტო რა დანარჩენს ვერ ანთებ რა 4-ვე ერთად არ გამოგდის ამბავია და როგორ work life balance-ი ტყუილია ტყუილია კი არ ნუ გადამვრია ოდე გამახსენდა და ის იყო რა Instagram-ზე შევხვდა რატო არის რომ ყველა მილიარდელი როგორც წესი სადღაც ოჯახი ენგრევა ბოლოს და ყველა გაროჯი მაგ გასქურას აკრობსო რა მაგნაციოს. ია მე არ მგონია რომ ეგ პრობლემა ანუ ხო აი work life balance სისტემაში ძალიან შეიძლება წაყვანოს რაც ძალიან არაპოპულარული შეიძლება იყოს მაგრამ მოგონილი რაღაცაა ზოგადად რა. ეს გონია რომ მოგონილი რაღაცაა. მეტი მოგონება არ შეიძლება ისეთი. ძალიან მოგონილი რაღაცაა ანუ ცხოვრება ანუ შენ თუ რაღაცას შენ თავს უძღვნი ეგ არის შენი ცხოვრება და იქ თუ ბალანსის პოვნა გინდა life balance-ი არ არსებობს. ანუ მაგას ეგ თვითონ ფრაზაში work life balance ნიშნავს აპრიორი რომ სამსახური არ არის შენი ცხოვრების ნაწილი და ცხოვრება აქ და ეს ცხოვრება არის დათმობები რა. რაღაცის გამოფლობს ხანე და არ ხდება. და ამ კაც მაგაში საერთოდ არ აქვს თან პრობლემა ხო პერსონაჟზე რომ მივიდე. ყველაფერი დათმობა ამას ყველაფერი დათმობილი აქვს ზუსტად მაგდე ვიძახი რომ ამას ეს უამრავი სათაყვანებელი თვისება აქვს რა მათ შორის ეგ უბრალოდ აზრისი რა რჩება ბოლოს ეგ არის იმიტომ რომ ბრმად არაფერი არ ვარ. ხო ამას თავი პრობლემა ეხა რომ ვფიქრობ ალბათ კრიტიკული აზროვნებაა ამის. ხო და დაბრმავება ანუ აქ ხა შეიძლება პარალელები მართლა governance კორპორაციასთან governance-თანაც გავალოთ საინტერესოა corporate governance-ის ელემენტები გვაქვს ეგ თემა ერთ-ერთი ხო სხვა შორის ძალიან ბევრია თორე ხა work life balance-ის თემა მან ზუსტად ჩემი გემოვნების ძალიან სწორ ხარეს დგას ვაი ბერნაუტს რო ეძახია კიდე რა სანთელი ხო არა ხარ ბერნაუტში წავხვი არა ბერნაუტის кейსი მამამისი რო ცუდად გახდება და მე რო თვითონ მამამისი რაღაცნაირად რო მოიგონებს გამოსავალს როგორ გააკეთოს თავის საქმე მამამისი უბრალოდ მოხუცია ავათარი რა ხო და ისიც კი არ მიიღებს ამ იმას ხო რამხელა ცუდად ვარსენას რა კი რამხელა ის არის ქართული dignity როგორ არის dignity არის ალბათ ღირსება ხო ღირსება და ყوانელი რა ხო კორპორატიულ იმაზე საუბრობდით ხო აი მანდ რა პარალელებს ნავლებ მან ძალიან საინტერესო პარალელებია რა თქმა უნდა ისეთი რა არა პირდაპირ იმიტომ რომ თუმცა რა მეორე CEO რა თავის მმართველობის CEO-ა და კორპორაცია არის ის სახლი რა ლორდის ხო მეურნეობა უზარმაზარი ხო და რასაც ემსახურება და ანუ ის რომ თუ დასშვებას გავაკეთებთ რომ ის ღირებულებები რითიც დამფუძნებელი არის განშვალული და რა საქმესაც ემსახურება ხო ანუ მიიღება სტუმრების ფაშისტების ასე ვთქვათ ხო გადაწყვეტილებები ხო ებრაელებთან მიმართებაში სამსახურიდან გათავისუფლების და ასე შემდეგ ხო აი მანდ governance-ის კუთხით ანუ დირექტორს ასე ვთქვათ არა აქვს რა არც მორღვეული აქვს რა ასე ვთქვათ რა ვერც ხედავს არც ხედავს თან და არც თulis რომ უნდა ხედავდეს არც თulis რომ უნდა ხედავდეს ხო და დღესაც ვიცი ბევრი არის რა ისეთი ორგანიზაციები სადაც მოკლედ დამფუძნებელი და ო ერთპიროვნული მმართველობა აქვს რა ზუსტად დამფუძნებელი რასაც როგორც აკეთებს და რა ასე ვთქვათ მოსხოში მორალურზე არ ვლაპარაკოთ რა მიზნები აქვს და რა მოძრაობს ხო დირექტორმა შეიძლება საერთოდ არც კი იცოდეს რა ზოგ შემთხვევაშიც ასე ვთქვათ რა სამსახურებოდეს რა საინტერესო სცენა აქ ეხლა აი ეს ეხლა დავფიქრდი ეს თვითონ მის კენტონი რა არის თითქოს რაღაცნაირი
არაბრმამორჩილების ხმა, წინააღმდეგობის ხმა არა. ამ დროს აქეთ დგას ეს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, ის კენტონი უშხიჩხინებს ამ CEO-ს, ასე ვთქვათ, და ეს CEO ხმას არ იღებს და არ მიაქვს დამფუძნებლამდე. მოკლედ, კორპორაციული მართლობის თემაა, სისტემა რო არსებობდეს. არ იქ მეტი კიდე მეცად გეტყვი რა, იქ მომენტები არის, როდესაც სტივენსი კენტონს უჩხიკინებს და აბრალი. ანუ ჰარასმენტის კომპონენტებიც არის, თუ ეს ჩაუგულდები, რომ აბა დალაგებაზე სუფთავაზე და ვერაფერში ვერ გამოიჭერს, ხო, იმიტომ რომ ეს მის კენტონიც სუპერ მაგარი პროფესიონალია თავის. ეხლა რა ვქცე, ეგ უფრო მაგარი გამოდის თავის საქმის შემსრულებელი, რომელსაც რო დატოვებს და წავა მე როგორ მიხვდება როგორ მისტიკის რა, ხო, იმიტომ რომ და როგორ ახლა რო გაალო პარალელი ხო ხა იქ ყველაფერი რეალურად რომანია, მაგრამ ანუ როგორც კი CEO დაინახავს როგორც თანამშრომელი რაღაცებს არ ეთანხმება და მე ამბოხეული განსხვავებული აზრი აქვს. როგორც ჩახშობას ცდილობს, ხო, ეს დაპატარავებას და როგორც ცდილობს, ხო, ესეც რა, ანუ ნული ჰუმანურობით და არანაირი ემპათია და შარის მოდებას ხუდი რატო არ გახურავს პრეტენზიებია. კონტროლით და შთანებებით რა. კი. ანუ კულტურის კომპონენტიც კი შემოდის მოდესე და როგორ არ შემოდის, იმიტომ რომ ანუ რო გავავლოთ დღევანდელ იმასთან ბიზნეს ცხოვრებასთან კულტურის ხო კალჩერის კომპონენტი შემოდის რა. თვითონ აი ამ მეურნეობის კულტურის და ზოგადად ბატლერების კალჩერის კომპონენტიც როგორ იშლება, ხო, მათ რა. აი კორპორაციული მართლობის თემა გავაგრძელებ იცი რა კუთხით. ეხლა დავფიქრდი, პრინციპში მთელი ამბავი თავდება ესე, რომ თუ ვამბობთ, რომ დარლინგტონის სახლი არის კომპანია, დარლინგტონი არის მფლობელი და ეს არის აღმასრულებელი და კენტონის აღმასრულებელი, შედეგი რა გამოდის რა, რომ იმიტომ რომ არ არსებობს ინკლუზიური კორპორაციული მართლობის სისტემა, ამიტომ დარლინგტონის ხედვა, რომელიც აღმოჩნდება, რომ არასწორია, რაც ჩვეულებრივი დაშვებაა, ხო, შეიძლება სწორი აღმოჩნდეს, შეიძლება არ აღმოჩნდეს, მაგრამ რო არ არსებობს ქართულად ეგ როგორ იწმის, checks and balances, ესე ვთქვათ, რო არ არსებობს, თლიანად ბიზნესი ჩამოინგრევა, იმიტომ რომ დაინგრევა, ხო, დაინგრევა. არა, ისედაც ხო წააგო, ფაქტ, ვარდონმა წააგო. მაგას მომობ დაინგრევა. კომპანია, ანუ რეალურად რას მისტირის სტივენსი და ძალიან რაღაცა შემოვიტანგი, ეგ მაგარი, ანუ რეალურად რა გამოვა რა, რომ შეიცვალა, ოუნერი შეიცვალა, ხო, ხა ამერიკელის არის, ოუნერი შეიცვალა და ის ოუნერი ამას უკრის ძალიან განსხვავებული დაკვეთა აქ იმოლო და ციგრებულებებიც განსხვავებული აქვს, ხო? განსხვავებულად ექცევა. და დარლინგტონმა ბიზნესურად რო შევხედო, დარლინგტონი აღარ არსებობს. მისი კომპანია გაიყიდა, ხო? იმიტომ რომ ფსონი ხო თავის დროზე ცუდ რაღაცას, ანუ არასწორადზე გააკეთა და აღარ არსებობს რა. და მეცაც გეტყვი, გარეთ რო დგება და გარეთ რო გადის ეგრეთ წოდებულ სამოგზაუროდ უკვე იმ ახალი მეპატრონის მანქანით, იქ აღმოაჩნდეს, რომ ეს დარლინგტონი თავის დროზე არც არავის არ უყვარდა. ანუ სტეიკჰოლდერები დღევანდელ დღეს რო შეხედო, სტეიკჰოლდერებს არ მოწონდათ დარლინგტონი და არ უყვარდათ. რაც მისთვის აღმოჩენა იყო. ხო და მალავს თვითონ რა, რომ დარლინგტონელია. ხო, როდის მალავს? ბოლოში ეს აღმოაჩენია, რომ მანდ მუშაობდა ტიპს. ანუ რა ხელ, ანუ არაფერი თავი წიგნია, ეხლა დავფიქრდი, ძალიან მაგარი წიგნი. იქ რა არის ის სოფელში რო ჩავა ერთ-ერთში, სადაც მალავს იმას, რასაც მთელი ცხოვრება მიიღო, რასაც გადააყოლა, ოჯახი, სიყვარული, ყველაფერი აბსოლუტურად. იქ რო ჩავიდა იმ სოფელში, მანქანა რო გაუფრთხილება და იქ რო ჩავა, რომ უმასპინძლებენ, იქ ხო ეს თანასოფლელები ესაუბრებიან. ძალიან მაგარი დიალოგია. მან ხო ისეთები არიან რა, ის ბრიტანელი ხალხია რა, რას ქვია, კაცო არ მეკუთვნის ხმის ამოგება კი არა და აბა ჩვენია და წვლილი და ეს და ეს პოლიტიკაზე რო მიდის საუბარი. ეს მაგდროსაც ძალიან შემოჭრილია, იმიტომ რომ ანუ ის ხალხიო რა თავის იდეებს არ ქოს და მე ვიც მანქანით რო წაიყვანს ის ექიმი იმას შეშჩივრებს და ის რაღაცნაირად რაღაცას ამშვიდებდა მაგ კუთხით. ძალიან საინტერესო მომენტებია. ეს ძალიან მრავალმხრივია. და როგორ იკითხება ხო, ანუ რაღაცა ისე იკითხება ერთი ამ ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბრიტანული ისეთი ძალიან კარგად. აი, ვისაც ევასება ეს ბრიტანული თემები, რომელიც ანუ მე ძალიან მომწონს ეს საუბრის მანერაც კი ერთმანეთში, აი, კვდებოდი სიცილი და აი
გადაჭარბებული გადაპრანჭულობა საუბრის, აი გადავჟირდი იმდენი ვიცი. აქაც საუბრობს ეს რა ხელა დრო ეთმობოდა აქცენტის გასწორებას და სწორ საუბარს. ო, ერთ-ერთი თემა რო სწორი საუბარი კი, ქონოდა. მე იძახის რომ რა არისო ესე რომ შეხედო ეხაო რა მაგაპრანჭვაში რო დაგვეხარჯა დრო და ფუნდამენტის გამყარებაში რო დახარჯო პროფესიის დრო შეიძლება უფრო კარგიც იყოს ამოწერილი მქონდა იგივე. ეს რა ამ სოფელზე გამახსენდა. იმ სოფელშიც კი თავის თავს გაყიდის როგორც დიდგვაროვანი, იმიტომ რომ სწორად საუბრობს და ესენი იფიქრებენ რომ ეგრეთ თუ საუბრობს უეჭველი დიდგვაროვანი. რატო გაყიდის პროექტუ რო გავიხსენოთ, იმიტომ გავიხსენოთ ის იმათ ვერც კი წარმოუდგენიათ რომ ეს მანქანით ჩადის, მანქანი და მეტყველება, ჩაცმულობაც და მათთვის ხო რეალურად არ თქვა რა თვითონ ვერ იმათ რა ჩათვალეს დიდგვაროვანი იყო რა ფორდით რომელ წელს დადის ფორდით მანქანა არ ვთქვას, მაგრამ სიმართლეს არ ვთქვას რა. ეხა მე რა მაიტებს ის თქო აი კორპორატიული მმართველობა რო ავიღოთ და მათ შორის შენი გამოცდილებიდან შენი პირადი აღმოჩენები იქნება თუ დაკვირვებები რა როგორ უნდა მოვაწყოთ ორგანიზაცია და რა არჩევა შეიძლება მივცეთ ან დამწყებ ბიზნესებს ან საშუალო რგოლის მენეჯერებს ეხლა რომ ან თვითონ არ გახდენ მსხვერპლი ამ ბრმა ლოიალობის ან თვითონ რომ გადაუხვიონ გარშემო ყავდეს ან კონდეს ეს სისტემა რომ ეს დანახვება არ იყოს სხვისთვის სახიფათო რა მოკლედ ანუ რაღაცნაირად შემპასუხებელი რო არსებობდეს რა ძალიან ჩამჯრელი კითხვა ხო ძალიან ძართული კითხვაა სინამდვილეში და მართლა არის და ადამიანები ზრუნავენ მაგაზე რომ მაგ ბრმა წერტილში ხო არ შევიდნენ იმიტომ რომ მაგ შესვლა არის ხოლმე როგორც წესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი რაზეც შეიძლება მე ლიდერმა ფეხი წამოკრას. ერთ-ერთი გზა მაგისი არის და იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ეტაპი რა განვითარების ეტაპზეა ხო ორგანიზაცია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ხო სტარტაპი სხვა გარემო ჭირდება ხო საშუალო ზომის კომპანიას სხვანაირი ლიდერობა ჭირდება დიდ ინსტიტუტს ორგანიზაციაზე აბსოლუტურად განსხვავებული ლიდერობა ჭირდება მაგრამ ერთი ყველაზე მარტივი ალბათ არის ის რომ შენ თავში ლიდერმა გამოიმუშაო პირველი მართლა მოსმენა ადამიანის მოსმენა და მიმღებლობა რა და ყოველთვის ყავდეს დარწმუნებულიყო რომ ვიხმარა რა ქართო პლიზერები მარტო პლიზერები არ ყავდეს რა ანუ ის ვინც მარტო კათინაურებს გეუნება და მარტო კათინაურების კონლები კი არ ყავდეს ადამიანი ვინც ვისაც შეუულია და გაბედოსაც ვერ დამარკვევა აი შეუულია ხო რომ გაგაკრიტიკოს და კრიტიკული აზრი გითხრას და შენ ამის მიმღებლობა გქონდეს რა ეს არის ყველაზე დიდი ბრმა წერტილი და როგორც კი ეს თავში დარტყმა მოხდება ხოლმე რა დაიჯერას კომპონენტი როცა მოხდება ხოლმე რომ რაღაცას მიაღწევ რაღაცას უფრო რაღაცას აღწევ ეგ ბრმა წერტილის რისკი და ალბათობა უფრო იზრდება. მეტად უფრო იზრდება. თავში ავარდნის თავდაჯერებულობის ზედმეტის. ყველაზე კრიტიკული კომპონენტია ერთ-ერთი სუპერთვისება მე მგონია რომ ლიდერების ვისაც შეუულია მუდმივად გააკონტროლონ და ჰქონდეთ მოსმენის შესაძლებლობა და კრიტიკული აზრის მიღების შესაძლებლობა რა. აია, ეხლა ახსენე პატარა საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციები. შენი დაკვირვებით, მაგალითად პატარაში თავარი წამყვანი კომპონენტი რა შეიძლება იყოს მეწარმის და ლიდერის საშუალოში და ვთქვათ მე დიდზე ეხლა უფრო შენ მეტად წამყვანი კომპონენტი ანუ აი მაგალითისთვის ეხლა ჩემი ის რო ავიღოთ რომ ანუ სტარტაპში ბიუროკრატია დამოუკელი არის რა სისწრაფე არის მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საერთოდ შეიძლება ზედმეტი იყოს ლაპარაკი სტარტაპში დელეგირებაზე მაგალითად ან რაღაცა მსგავს ფორმალურ სტრუქტურაზე რა უფრო მეტად რაღაც იდეის გარშემო რაღაცნაირი თავდაუზოგავი შრომა შეიძლება იყოს საშუალოში ნელ-ნელა შეიძლება დაიწყოს შემოტანა მათ შორის რაღაცა მობორდო ელემენტის რომელიც შეიძლება რაღაც უბრალოდ რაღაცა სამკაციანი ის იყოს ძა ფიქრობ რომ ძალიან სტარტაპი დეფინიცია რა არის სტარტაპის რა განსაზღვრავს სტარტაპს მე მგონია რომ სტარტაპი ჩემი მოსაზრებით არის მდგომარეობა უფრო ვიდრე იმიტომ რომ როგორც წესი ადამიანები მივდივართ ხოლმე სტარტაპს როცა ახსენებთ ზომაწონასთან კომპანიის რა
ჩემი გემოვნებით უფრო მდგომარეობა არა მდგომარეობაში არის ხო ორგანიზაცია. აი რას ნიშნავს ეგ? რომ ვიცით ორგანიზაციები ძალიან დიდი, ძალიან უზარმაზარები, მაგრამ სტარტაპ მოუდში არიან, სტარტაპ მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ twin-წყობის ამბავში, მოწყობის ამბავში, მოქნილობის ამბავში და ასე შემდეგ. თუმცა მე მგონი რომ ზომაზე მაინც არ არის. საქართველოსთვის რელევანტურობა რო გადმოვიდა, მაინც სტარტაპი ასოცირდება უფრო ახალ წამოწყებასთან, რომელიც ჯერ კიდე ძალიან ესე ვთქვათ, ახალდაბადებულის მდგომარეობაშია და ჭირდება ესე განვითარდება. ნამდვილად ხო ბიუროკრატია მერეც ის დიდი უზარმაზარი ინსტიტუტისთვისაც ოღონდ შედარებითია ყველაფერი, რელატივარი ხო ყველაფერი, ფარდობითია ყველაფერი. იმიტომ რომ უზარმაზარი ორგანიზაციაც ყველაზე დიდი მტერი ბიუროკრატია მაინც. თუმცა ინსტიტუტი როცა ხარ აუცილებლად გჭირდება განაცხადებს, თორე უბრალოდ ვერ იმართება რა ორგანიზაცია. სტარტაპისთვის დამფუძნებლის 100%-იანი ჩართულობა არის მასთი, ყველანაირი მსხვერპლ შეწყვეტის ჩათვლით, ხო, ანუ განარი ბალანსი არ არსებობს 24/7-ზე დღე და ღამე, მაგის ბიჭერა ნამდვილად ეგრეა და ეგრეც უნდა იყოს და ნომერი პირველი მე რაც გონი არის სტარტაპისთვის, რომ გაყიდვები, რამდენად შეუძლია ვინ სტარტაპის ოვნერი გაყიდვა. თუ გაყიდვა არ ხდება და არ შეგილია, არ შეუძლია, მე მგონია რომ ის განწერულია რა. ყველაზე აბსოლუტურად ყველაზე კრიტიკული არის cash flow აქვს თუ არა სტარტაპს. ანუ გაყიდვაც შეუძლიათ თუ არა რა. შეიძლება პროდუქტი ფანტასტიკური იყოს, მაგრამ ხახულა თუ არ შეგილია. ნოლი ის გაქ რა. მე საშუალო ზომის კომპანიაში ხომ არ დამფუძნებელი ვერ გაყიდის რა, რა თქმა უნდა გჭირდება უკვე ადამიანები აიყვანო, ხო, გააცნო პროდუქტი, დავარჯიშო, დაატრენინგო, ზოგი გაუშვა, იმიტომ რომ ბევრი არ გამოგადგება, ვიღაცები დაგრჩენა და რჩება და მე ისინი გვერდში დაიყენო და მე მათ შორის განავითარო, საშუალო ზომის კომპანიაში უკვე რაღაცა სტრუქტურა უცებად გჭირდება რა, იმიტომ რომ ადამიანებს ხო არ შეუძლიათ, ლიმიტირებულია ჩვენი რესურსი და დრო. დელეგირება აუცილებელია, გამოვბრალოდ მან შემოდის უკვე იმის ხელოვნება, სწორი ადამიანების რეკრუტირების, ხო, მე აი ხრას ვცხოვრობდით მათთვის რას ვემსახურებით მიზნის შექმნის, განსაკუთრებით დღევანდელ თაობაში, ახალგაზრდა თაობაში, მათთვის ხოლო დანაზღაურება აბსოლუტურად არ არის საინტერესო. აია რო იგახსენე, იმიტომ რომ მინდოდა მეკითხა, იმას საუბრობდე, ხაკაც მინდოდა მეკითხა. შენი დაკვირვებაც ეგეთია, რომ აი ამ თაობაში ვადიანობა ერთ დამქირავებთან გაჩერების კატასტროფულად შემცირებულია და თუნდაც მე და შენ ახალგაზრდობასთან შედარებით. ნამდვილად ეგრე არის რა. ნამდვილად ეგრეა. ახალგაზრდა თაობისთვის დამახასიათებელი, იმიტომ რომ ღირებულებებიც განსხვავებულია ძალიან და ადრე ცოტა ისე უყურებდი რა, მაინც ვიცი, მე ვაღიარებ რა, იმ ჩვენი თაობის ვართ, რომ მოკლედ ჩვენთვის რაღაცის შექმნა, აშენება, დაგროვება, ხდები ეგ მნიშვნელოვანია რა. დღევანდელი თაობისთვის რას აკეთებენ, რისთვის აკეთებენ და ინტერესიანობა აბსოლუტურად პირველ პლანზეა, რაც ხეცობაა, ძალიან მაგარი რამეა. თუმცა როგორც მედალს ორი მხარე აქვს რა, როგორც ყოველთვის რა. მაგასაც ჩრდილი იქნება რამე. მედალს ორი მხარე, რა თქმა უნდა, აქ იკარგება, კონსისტენტურობა იკარგება, აქ აი რაც შეთქვი, რომ ხშირად რაღაც ისვლა, რაღაც ახალი ძიებაში. ამ დროს ვიცით რა, რომ კონსისტენტურობა თუ არ არის, დისციპლინა თუ არ არის, თანმიმდევრობა და გრძელობა და შეხედვა თუ არ არის, ისე რეალურად დიდი და მართლა ამბიციური საქმეები და პროექტები არ გამოდის. მოთმინების უნარი, აი ოქროსი, აი დისციპლინის გვერდზე დავაყენებდი ერთ-ერთ სუპერთვისებას, რაც არის მოთმინება. პრაქტიკულად თანამედროვე დამქირავებლის ბაზარი, როგორც ითქმის, დამქირავებლის ბაზარი დაემსგავსა Instagram-ის მოკლე დროიან კონტენტის scroll-ის თემას რა.
თუ სწრაფად არ მიიქციე ყურადღება, არ ჩერდები რა, მიდიხარ. თუმცა ადაპტირდებიან დამქირავებლებიც ეგრე არ არის, ადაპტირდებიან, სხვანაირად ვერც გადარჩებიან, ბევრს გამოსდის, ბევრს არ გამოსდის. რა არის ერთ-ერთი ადაპტაციის მაგალითად მაგალითი, რომელიც შემოიყვანა, რომ ადაპტაციის არის, რომ საინტერესო იყო მისთვის მოქნილობა კონდეს დიდი, რა თქმა უნდა, ბიუროკრატია რაც შეიძლება საიდან წამოვიდა დღეს ესეთი პოპულარული რო არის, ეგრეთ წოდებული agile-ს რო ეძახიან ხო, იმიტომ რომ უფრო საინტერესო გახდეს ხო მუშაობა, განსხვავებული იყოს, არ იყოს ტრადიციული, იყოს ნაკლები ბიუროკრატია და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ცდილობს რომ გარდაქმნას ორგანიზაცია, კულტურა გაამდიდროს, ევოლუცია განაცდევინოს და შემოიტანოს ის კომპონენტები, რის მეშვეობითაც მიზიდულობის ძალას შექმნის, ხო? და დღეს თან ვაკვირდებით ჩვენ თვალწინ ხდება ეს ტექნოლოგიურ მონაცემებზე დამყარებულ ხელოვნური ინტელექტით გაგრძელებული ეს რევოლუცია, რაც აბსოლუტურად ცვლის სივრცეს დასაქმებულების აბსოლუტურად ცვლის სივრცეს და მოთხოვნადი პროფესიების და აი ძალიან საოცრებაა რა, სულ რამოდენიმე წლის წინ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იყო კოდის დეველოპერი, კოდის დამწერი და აი ეხლა ბოლო პერიოდში რა კომპანიებთან შეხედვა მაქვს, რამოდენიმესთან, სტარტაპთან და საშუალო ზომის კომპანიასთან, საქართველოში სხვაგან აღარ მივდივარ, შოკში ჩავარდი, როცა გავიგე, რომ 95% კოდის AI-ის მეშვეობით იწერება და არიან, რა თქმა უნდა, senior developer-ი, რომლებიც ამის მერე გადაჭეკვას აკეთებენ, სანამ deployment-ი მოხდება. ზუსტად 4 წლის წინ რა ხდებოდა მართლა არც 4-საც არა 3 წლის წინაც კი კომპანიები იქნებოდა, რომლებიც ქირაობდნენ დეველოპერებს, რომ მე სერვისი მიიღდა სხვის. ეს არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა დეველოპერი უბრალოდ მაგდენის რაოდენობაზე მოთხოვნა უბრალოდ აღარ იქნება ძალიან ძლიერებზე, ძალიან მაგრებზე, მაგრამ გაცილებით მაკლებ რაოდენობაზე. ხო, data analytics-ები, performance marketer-ები დღეს რის გარეშე შეუძლებელია ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, ალბათ კი როგორ არა. და ამიტომ skill set-ია ეს თქვა ბოდიში უნარების ეს პალიტრა ხო რაც აქტუალური არის ადამიანებისთვის იმის ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ ძალიან რთულია რაღაცაზე ფოკუსი გააკეთო რა. ალბათ აი რა ვიცი ხა მაგის გამჭრეტა რო შემეძლოს ალბათ ხო სუპერ მაგარი ამბავი იქნებოდა. დღევანდელი ჩემი ეს ანალიტიკა აზროვნება რასაც წდება, რაც შეიძლება თეორიულად ვერ ჩაასწრეს, ხო? ის არის ადამიანური ეს თვისებები კომუნიკაციის, დამარწმუნებლობის, რაღაც ქარიზმატულობის, ხო, ესეთი soft რბილი, ძლიერი რბილი. მე გამოვდივარ მარტივი ლოგიკით რა. თუმცა ვინ იცის. აი მაგაზე მინდა, ვიცი, ბოდიში, მაგაზე მინდა რომ ჩაგიკითხო რა, ეგეთი არგუმენტი შემოვიტანო რა. იმის და გამა რომ ამ ბოლო დროს გამიბევრდა შეხება ეგრეთ წოდებულ conversational AI-სთან, მოსაუბრე ხელოვნური ინტელექტთან, რომელიც ფოკუსირებული არის მე კონკრეტულად ლათვისთანაც ვაკ შეხება, ფოკუსირებული არის ეგრეთ წოდებული ლიდების გენერაციაზე, ანუ დაინტერესებული მომხმარებელი გადაყავს კვალიფიციურ ლიდში და შემდეგ უკვე მათ შორის შეუძლია რომ დაასრულოს გაყიდვას, ტრანზაქციას, თუ ციფრული პროდუქტი არის, თუ არა გადამისამართოს მე ადამიანთან, რა. ეხლა რაზე საუბრობ, კომუნიკაციაზეც ვისაუბრებ, რა. ანუ საბოლოო ჯამში ერთის მხრივ გადადის ტენდენცია იმისკენ, რომ ახალთაობას ურჩევნია მესიჯებით გელაპარაკოს, ვიდრე დაგირეკოს და გელაპარაკოს. ანუ voice-ი ეგრე დიდი ხანია თან ეგ უკვე ეგრე. კი, ანუ აუდიო იკლებს და ტექსტი იმატებს. ტექსტში ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო რთულად დასაჭერი არის, რომ ხელოვნური ინტელექტი არის, ვიდრე ხმაში და აი ეგ რო წამოვიდეს. კი, მაგრამ თუ ჩვენ ტექსტით უფრო მეც ვისაუბრებთ, შეიძლება მანდაც კი ხელოვნური ინტელექტი უფრო უკეთესი მოსაუბრე აღმოჩნდეს, ვიდრე ადამიანი. ის ძალიან
როგორც იტყვიან $1 მილიონ კითხვა არის, არ ვიცი. ნუ მინიმუმ უფრო სწრაფი არის უეჭველი. არ ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტი რა არის ტენდენცია რა არის რა. და აი, რა ვიცი, აი შენ შეგეკითხები. დღეს AI ასისტენტთან დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე გექნება ტელეფონში, რამდენ დროს ატარებ დღის ბევრს რა. მაგას თავი გარი, ანუ ვესა არა, მე ამაზე ნაკლებს, მაგრამ ბევრს. მომხმარებელთან საუბარში. ხო და დღეს რა ხდება, იცი რომ სტატისტიკაა მაგაზე, რომ იმ ნაცვლად სოციალურ ანუ მატულობს ძალიან მაღალი ტემპით მატულობს დახარჯული დრო AI აგენტებთან versus ანუ სოციალურ ქსელებში. ეგრეთ წოდებული screen time-ი მანდ უფრო გაძლიერია, ხო? ხო და ნახე რას გულისხმობ, რომ მათ შორის იზრდება, ძლიერდება და კიდევ უფრო ეფექტური ხდება ეს მოსაუბრე აგენტები, ანუ აგენტები, რომლებიც მომხმარებელს ესაუბრებიან, ანუ უფრო ეფექტურად რაღაცას პროცესები იმართება ხელოვნური ინტელექტის აგენტით, რომელიც მოიცავს საუბარს მომხმარებელთან, იმის და შორს წავედით, მაგრამ წავედით ის, რომ რა იქნება აქტუალური ადამიანებისთვის, ხო? ნამდვილად გაყიდვების, სერვისის, დახმარების ამბავში მე დარწმუნებული ვარ, სრულიად შეჭამს AI, როგორც ტექსტუალური, ასევე ხმოვანი იმდენად იხვეწება და მგონია რომ საზღვრები არ აქვს. თუმცა ორგანიზაციის შიგნით იმ პოზიციებზე, სადაც ადამიანები ყავს, ხო? იქ ლიდერები ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ ხო, მაინც ადამიანები დაგჭირდება რა. ხო, რა, მე სხვანაირად მესმის ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვერ წარმოვიდგენია სხვანაირად. აი, მაგაზე აქ წარმოვიდგენ, ახლა იმდენად ეხა დღეს იმდენად ფანტასტიკის ჟანრია. რომ ეგრე შეიძლება თქვა, რომ რა ვიცი, CEO, CFO ყველა AI აგენტი თეორიულად როგორ არ შეიძლება. შეიძლება მე რეალობაში. ხო, ანუ გაქვს შენ წესდება გაქვს, ჩამოყვწერილი გაქვს, დაწერ რა ღირებულებები გაქვს, როგორი კულტურა გინდა რომ ორგანიზაციაში გქონდეს მათ შორის. გაგეცინოს, მაგრამ ხო, საზრისი მიცე, მიზანი მიცე, ყოველწლიური ბიუჯეტი მიცე, სტრატეგია მიცე, როგორ გინდა KPI-ები მიცე, იმიტომ რომ ხო მაგაზე არ არის დაფუძნებული. KPI-ები მიცე AI აგენტებს და ისინი როგორც ჩვეულ აბსოლუტურად როგორც ჩვეულებრივი თანამშრომლები ისე რომ ერთ AI-ს დააწერინებ იმას, რასაც მიცემ მე მეორე AI-ს. რა თქმა უნდა, მაგა მულტი აგენტური თემა იგა კი, იგაც ანუ ერთი AI დაწეს რაღაცას მიცეს მეორეს, მეორე გაგეცეს. ეს არის, გივი მაგის ელემენტები. არის, მაგითო თქვი ეგა რომ არის მაგის ელემენტები. არის მაგის ელემენტები მულტი აგენტური ქსელი ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობს. ნახე მარტივად რა, ერთ-ერთი რაც LinkedIn-ზე გადავაწყდი და მე თვითონაც სიამოვნებით მინდა რომ გავაკეთო ან გამოვიყენო არის ის რომ პირობითად ვიძახი რა, ანუ speech to text-ი, ანუ ნასაუბრების ტექსტად გადატანა არის ცალკე აგენტი შეიძლება იყოს მაგის, რომელიც მაგაში არის დაოსტატებული და კარგად მუშაობს. მეორე აგენტი შეიძლება იყოს ის, რომელიც ამ ტექსტის ანალიტიკას აკეთებს და გეუბნებს თქვას ვიზახ, აქედან ეს მომენტები არის საინტერესო. მე ეს მომენტები შეგიძლია აჭამო კიდევ ერთ აგენტს, რომელმაც აიღოს და ეს ვიდეო ნაწილებად დაგიჭრას, მესამე აგენტი არის, რომელიც ამას ტიტრავს. ანუ რავი, ბევრი აგენტი ჩასვიდა, მთელი ერთი პროცესი, რომელიც ვიდეოდან მოკლე ვიდეოში გადაყვანის კონტენტი გადაყავს. გამოგიტანოს სათაური მოგიფიქროს, ის გაიკეთოს, აღწერა დაგიწეროს. ხო, რაღაცა დოზით შეიძლება თქვა ის რომ გარდაუვალს არის, ნუ გაციფრულება, ეხა ხო გონია რომ ალბათ რაღაცა ექსტრემალურ მომენტში ვართ გაციფრულების. მგონი ეს გაციფრულება კიდე უფრო გაგრძელდება. არ ვიცი, ძალიან გადაუხვეთ, მაგრამ რელევანტური. ხანახალ მგონი, ხანახალ ფიქრობ გონია ხოლმე, რომ ალბათ მოვა რაღაც მომენტი, ანში რომ ხოიცი რადიკალურ ექსტრემიდან ერთიდან მეორე ექსტრემამდე ადამიანს კაცობრიობას უყვარს რა მოძრაობა, რომ მალე ალბათ ძალიან მალე ჩემი აზრით მოვა ის მომენტები, როდესაც საქმიანობას, ან გართობას, ან ბიზნესს გააკეთებენ წამოვა, რომლებსაც საერთოდ შეხება არ ექნება, მაგალითად AI-სთან, მაგალითად ან ციფრულობასთან და ეს იქნება ძალიან სათუთი და მიმზიდველი და ყველასთვის სასურველი მოთხოვნა. რაღაცა მაგის მაგვარი მგონი უკვე დაწყებულია, იმიტომ რომ ეს გამახსენდა მე ეს მე მგონი იაპონიაშია ეხა ძალიან პოპულარული გატეხილი დიდი ხანია ეგეთ ძველი ისტორიული ტრადიცია არის. ხო, და გატეხილი ჭურჭელი.
ხო, გატეხილი ჭურჭელი, ხო, მაგრამ ეხლა იმე რას ვამბობ, რომ ეხლა იძენს ძალიან დიდ ღირებულებას, იმიტომ რომ არა იდეალური როგორც არა იდეალური ლიფტი და ეხლა ეს ინდივიდუალიზმი კიდე შერასაც ამბობდი ათმაგდება ღირებულება იმ ინდივიდუალიზმის, თორე ძველი რო არის კი წამოვიდა ეხლა ისევე გამბავით, ხო, მაგას ვამბობდი რა. ვა. საინტერესო ამბავია რა, ნამდვილად რა, რაც კარგი არა. ან ხელოვნური ინტელექტი რა მიდოდეს, რომ თქო მაგალითად მასკს ვის ინტერვიუს უსმენდი რამოდენიმე ხნის წინ და ის საუბრობდა ეგეთ რაღაცას რა, რომ უბრალოდ მე ვარო ჰუმანისტიო რა, ანუ მე მინდა რომ ადამიანები მოიგონ ევოლუციაო რა, დარჩენ ისევ როგორც მოწინავე ევოლუციაში და შესაბამისად თუ ამისთვის საჭიროა პირობითად ვიძახი რაღაცა რობოტული ელემენტების ადამიანის შემოტანა, მაგრამ როგორც მისი სტარტაპი Neuralink-ი არის. მაგას მეუწევი, მაგრამ Google-ის აღარ მახსოვს სერგეი ზელაპარაკობდა თუ მეორეზე რა ქვია, მეორეს ხო სერგეი ბრინი და რამიშვილა Google-ის ერთ-ერთ ლარი პეიჯი. ხო, რომელიღაცას საუბრობდა, რომ ისო არ არისო კლასიკურად ჰუმანისტიო, ის არის species-io, თუ არ ვიცი რა ქვია, მაგრამ მოკლედ მის იძახისო, რომ თუ ხელოვნური ინტელექტი გახდება ახალი მოწინავე არსება, რომელიც ევოლუციაში იქნება და ეგრე იყოს ამბავშიო. რა და ანუ იგ რისკი ხელოვნური ინტელექტს აქვს, თუ ისე მოხდა. ძალიან დიდი ტოპიკ საკითხი არის ლევან ეგ რა, იმიტომ რომ ზუსტად მანდა მე არ მგონია, შეიძლება ძალიან მიამიტურად, მაგრამ არ მგონია რომ ან Elon Musk ან Larry Page ან ვინმეს ხო, იმიტომ რომ მათ გარდა კიდე ბევრია სხვა ჩართული მაგ რბოლაში უამრავი ადამიანი და ყველაზე დიდარი და გავლენიანი ადამიანები ვინც არის, ხო, ბეზოსი, შვეზოსი, იცი მარკი მე მარტივად გონია რომ საქმე არის, კიდევ ერთხელ გავუმეორდები, მაგრამ არ ჩვეულებრივი game theory, ანუ თამაშის თეორიაა. და არ გააკეთებს მარკი, გააკეთებს ილონი, არ გააკეთებს ილონი, გააკეთებს ლარი და ასე შემდეგ რა და არ გააკეთდება ეს ამერიკაში, გააკეთდება ჩინეთში. და სხვა შორის ბოლოს ნახეთ, რომ ეს რობოტები რა დოზით დაიხვეწა რა. მაგრამ რაღაც დოზით ეს არის კიდე ბრმა, ანუ იმისი კიდე არ შეუძლებელია იცოდენ რაღაცა მომენტში განვითარების სადამდე შეიძლება მივიდეს და შესაძლებელი იქნება თუ არა AI-ის ფორმა, ეს AGI-ს დაუძახებ თუ რას დაუძახებ, არ აქვს მნიშვნელობა. ის იქნება ევოლუციის უფრო მაღალ საფეხურზე ვიდრე ადამიანი. ხელოვნური გადმოსახედი დიდი ალბათობით რო წარმოდგენას რომ იცე გაქანების შესაძლებლობა ალბათ თავისუფლად იქნება. რაღაც დღევანდელი გადმოსახედიდან ტერმინატორის ეპოქაში წარმოვიდგინეთ. მერე ხო დგება საკითხი რა ნახე რომ ახლა Larry Page ჰუმანისტი როგორ უბრალოდ ის ფიქრობს რომ ალბათ თუ რაღაცა შევქმნით შეიქმნა რომელიც ჩვენზე უპირატესია, რახან ჩვენზე უპირატესია, იმას არ უნდა კონდეს არსებობის შესაძლებლობა? ხო. აი ამბობს რომ პირიქით. ხო. ზირმა გაიმარჯვოს მაგ ლოგიკასაც. ჩვენ შეგხვდა რა კონდეს ხო. აი როგორ ის თემა იცი რომ ჩემი ჩაიდარი ჩემი უნდა იყოს ამბავი. ანდროს რო უყარს გებოდეს, ბევრი ჩაი დაჭერდება მაგაზე. ბევრი ჩაი. მაგაზე სასაუბრად. ბევრი ჩაი კი არა, ეხა ეგეთ ცოტა სიგიჟეს ვეცდები რა. ეხა ბოლო პერიოდი ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე რა, რომელიც ესე რო გავამარტივოთ რა, რომელიც დავალებას ასრულებს იდეალურად, ორი მთავარი მახასიათებელი, დავალებას ასრულებს იდეალურად და არ გააჩნია ემოციები. სტივენსი ცდილობდა პრაქტიკულად ხელოვნურ ინტელექტობას. დავალებას ასრულებდა იდეალურად და ემოციები ჰქონდა დადრგუნული ბოლომდე. ანდოს გააჩნდა მან დადრგუნული. მაგას ვამბობ, ხო, რა აკრობდა, მაგრამ დადრგუნული ჰქონდა ბოლომდე რა. ეხლა მე მაგ ნაწილში რა, ემოციების დადრგუნვის ნაწილში რა, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ სტივენსის მხარესოა რა, ესე უხეშად მეც ეგრე აღვიქვამ რა, რომ ზედმეტი შფოთვა და ის არ უნდა საქმის კეთებას. არაჩვიდად მიხედა საქმე. მეორე მხრივ ლიდერობაში რა, ძალიან მხიბლავს და ძალიან
ძალიან ვაფასებ აუთენტურ და ესეთ მოწყვლად ლიდერებს რა, რომლებიც თავიანთ შეცდომასაც ხედავენ, თავიანთ შეცდომებსაც იცინიან და ასე შემდეგ რა. ხო და რა ვიცი, შენი დამოკიდებულება მინდა მაგ საკითხზე მოვისმინო. შევარ წარმოგიდგენია რამდენად რთული საკითხი წამოწიე, უცვლად გეუბნები, დარწმუნებული არც გეცოდინება როგორ გარყავდი. დღემდე, აი 47 წლის ვარ, ძალიან 25 წელზე მეტია, სისილეულზე ვარ. დღემდე დილემა მაქვს არ ვარ ჩამოყალიბებული. პასუხი მაქვს ჩემი კითხვაზე, მაგრამ როგორი მაგნაწელში, ხო, აი როგორის ტიპის ლიდერშიპია სწორი, აი უხშა ბოდიში ვიხმარ ინგლისურს, არ relentless თუ შეუპოვარი, ხო ხტები ემოციებს, რო არაჩვენებს, ბლა 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 საქმე თუ მოწყვლადი, ხო, გულისხმიერი და უფრო ინტეგრატორი, ასე ვთქვათ, გუნდის ბილდერი. ერთი მეორესთან არ არის აუცილებელი რომ ეწინააღმდეგობოდეს რა, მაგრამ ან იქით ხარ გადახდილი, ან აქეთ ხარ გადმოხრელი. და მაგარი ძალიან რთული ის არის და გონი არა ზუსტად მაგალითებით ვიცით რომ ვიღაცას რა გამოადგა, ვიღაცას რა გამოადგა. ჩემივე პასუხი ამაზე არის რომ გააჩნია კონტექსტს. ხო, მე ამ ბოლო დროს კონტექსტის დიდი ფანი ვარ რა. ხო, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაცა, ხო? დოგმა არის სწავლებრივი წამალი ან რაღაცა ერთი რაღაცი რეცეპტი, ხო? ამ კონტექსტი არის სუპერ, ძალიან მაგარია თუ შენ გაქვს როგორც ლიდერს სწორედ აინახო კონტექსტი და იმ მომენტისთვის რა ჭირდება ორგანიზაციას, რა ჭირდება ადამიანებს, შესაბამისი ლიდერი იყო რა და ზოგადად ერთ-ერთი ადამიანია იცხაკ ადიზეს მის თავის ინსტიტუტის სპარტაშორის და მაგრად მომწონს მისი დახასიათება EAI მოდელს ეძახის კატეგორიზებას უკეთებს სამყაროს, არა თუ ლიდერებს სამყაროს რა, ანუ არქიტექტურასაც, მაგიდასაც და მათ შორის ლიდერს და შორს არ წავა ლიდერებზე ვიტყვი რომ არიან და რაღაცა დოზით ყველა ასოა ყველა ადამიანში, მაგრამ ვიღაცაში ადმინისტრატორია მოჭარბებული, ადმინისტრატორის ფუნქცია, წესები, დისციპლინა, ესე უნდა იყოს, აქ არ გადახვევა, ვიღაცა არის ინტეგრატორი, ვისაც ინტეგრატორობა შეუძლია, უფრო მეტად, ხო, ვიღაცა არის ენტერპრენერი, აერში დაფრინავს და რაღაცებს და ასე შემდეგ. ამიტომაც მაგარია ის, ვისაც შეუძლია კონტექსტიდან გამომდინარე ეგ მსგავსად იმოქმედოს. რატო? იმიტომ რომ შენ თუ სულ relentless დამხმარე. შენ თუ სულ მუდმივად შეუპოვარი ხარ. მუდმივად მაშინაც კი, როდესაც დაკვეთა არის და შენი გუნდი მოითხოვს აღიარებას, მოწყვლადობას, კვეთში დადგომას, რაღაც უსაფრთხო გარემოს შექმნას რთულ პერიოდებში, მაშინ ალბათ კონტექსტიც ვერ გითხულობ. ან შეიძლება გითხულობ, მაგრამ არ შეიძლება რა. შენ თუ სულ მასეთი ხარ და მაგარი кейსი არის მათ შორის, ეგეც ერთ-ერთი შენ საყვარელი ზეგნას მათ შორის გარჩეული ქონდა და სხვა შორის ეგ ადამიანიც მასწავლიდა ლექცია ქონდა. ჩვენი ძმა. ხო, ჯოლი, სადაც ზუსტად ეგრული თამაშა, ხო, კომპანიაში რომლის ამოტრიალებაც შეძლო, რომ კონტექსტიდან გამომდინარე თავიდან მოუწია იყო ძალიან შეუპოვარი, საჭირო რთული განწყობილება მიიღო, იმიტომ რომ ჯერ და ფიქსინგი გამოესწორებინა ის ძალიან მტკივნეული მომენტები, რაც იყო ორგანიზაციაში და იქ არ იყო კულტურის და რაღაცის გუნდის აშენების დრო, მაგრამ როგორც კი რთული განწყობილება მიიღო, მე უკვე ააშენა ის, რაც ააშენა და დღეს ჩვენ კი არა, ხო ბიზნეს საზოგადოებები საუბრობენ მაგას. ძალიან კაია რომ არ ვიცი, გაგიბასუხე, მაგრამ ჩემი კარგად კი არა, ძალიან საინტერესო თემა არის ჩემთვის პირადად და კარგია რომ ეგრე წაიყვანე, იმიტომ რომ ვაფშე საერთოდ არ გამხსენებია ეს უბერჟოლის ამბავი რა, ეხლა ამ შემთხვევაში რო ვკითხულობდი. იცი რა და კარგია რომ გამახსენე, იმიტომ რომ მე მგონი ეგ არის ჩემთვის ის მაგალითი, რომელიც
პასუხობს ამ კითხვას ჩემთვის რა, იმიტომ რომ ძალიან ასე ერთი შეხედვით რა მე ესე ვიტყოდი რა. ცოტა ისეთი სტატისტიკაა რა, შეუპოვარი ესე დავარქვათ, შეუპოვარს რო ვამბობთ, გულისხმობთ შედეგებზე ორიენტირებულ შეუპოვრობას, თორემ რაღაც სხვას არ გულისხმობთ რა. ეს მიდგომა როგორ წესი ციფრებში უფრო შედეგიანია ხოლმე, ვიდრე მეორე ვარიანტი და ამის შერწყმის იდეალურად შერწყმის კარგი მაგალითია და მაგიტო გამიხარდა უბრალოდ გამახსენე Uber Jolie რა. ნახე კონტექსტში რა შემოვიტანეთ, რომ მან Uber Jolie-ს და მათ შორის შეუპოვარი ლიდერი იქნები თუ რაღაც ინტეგრატორი თუ ასე შემდეგ, თვითონ კომპანიის არსი და მისიიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანი არის რა. ეს ყოველთვის მომყავს როგორი მაგალითიც, რომ აი შენ თუ SpaceX-ში მუშაობ და SpaceX-ში გინდა რომ ემსახურო და SpaceX-ის მისიას, მართლა მგონია რომ ცოტა დაფიქრდე იმაზე, რომ მარსზე გასაფრენად რომ მიდიხარ, რაღაცა სხვა კულტურაში უნდა შეხვიდე და არ უნდა გაგიკვირდეს ის, რომ Elon Musk-ს კაბინეტში ძინავს და შენც შეიძლება მოგთხოვოს ის, რომ სად მიდიხარ, მოდი აქ რა. იმიტომ რომ მისია არის ურთულეს პრობლემას ვაგვარებთ რა, მულტიპლანეტარული არსებები უნდა გავხადოთ ადამიანები. და ტექნიკის საცალო ვაჭრობას არ ვაკნინებ საერთოდ, კაცო, საერთოდ არ ვაკნინებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მან შესაძლებელია შედეგი დავწერო ისე, რომ თანამშრომლებმა ღამე არ ათენო და იქ უბრალოდ წარმოუდგენელად მიმაჩნია, რომ ინვესტორის და მიღებული დაფინანსებით და მოთმინება, ანუ რაღაც სწრაფად არის ძალიან შედეგი დასადები და მანდაც ეგ არის რა, არჩევანია რა, რომ შენ თავარი მე რაც გონი არის, რომ მე შენ კარტი გაგიშალო მე როგორი ვარ და რა ორგანიზაციაში გეპატიჟები რა. ძალიან მაგარი რაღაცას შეეხება ლევან და მე უფრო მაგარი იმას კეთებ შეადარე ხა შენ რაღაც დიადი ხო ძალიან რომ მულტიპლანეტარული არსებები მარსზე გაფრენა ძალიან სექსუალურად და მიმზიდველად და მაგრა ჭყერს და რა ატო უნდა გინდოდეს მეორე მხრივ რიტეილ ან ტექნიკის გაყიდვა. კიდევ უარის შედეგი იგი ძალიან ცნობილი кейსადია დავიტას кейსია. დავიტა არის დავიტა არის ეგეთი კომპანია ამერიკაში ყველაზე დიდი კომპანია რომელიც უზრუნველყოფს დიალიზის გადასხმას თირკმლის უკმარისობა ვისაც აწუხებს და სუპერ кейსი წარმოიდგინე რას აკეთება ხო რუტინულად დიალიზს უსხავენ პაციენტებს და მაგარი кейსი სადაც უნიკალური კულტურა შექმნეს ლიდერებმა, სადაც თანამშრომლებს და მომხმარებლებსაც, კლიენტებსაც უხარია დიალიზით ნათქვამია, მაგრამ საოცარი კულტურა ჩამოყალიბეს რა. ამიტომაც ხანდახან ადამიანს გონიათ ხოლმე, რომ აი ხა თუ მე თუ რაღაცა ძალიან რუტინულ, პრიმიტიულ და მარტივ ინდუსტრიაში ვარ, იქ მე როგორ შეიძლება ხა რაღაც ისეთი კულტურა შექმნა, არა, კულტურის შექმნა და ეგ აზრისიც და აზრის შექმნა შესაძლებელია ნებისმიერ ბიზნესში სურო, ავიცი, ასანთის ხელებს და რაღაცას აკეთებდა არა აქ. მაგას მნიშვნელობა თავარია ეს იყოს აუთენტური, ხო, შეეროდეს იმ ადამიანებს, ლიდერებს, ამაზე საუბრობდეს და რაც თავარია ყველაფერი, რომ ქმედებებში იყოს გადათარგმნილი ეს ყველაფერი და არიდოს სადღაც არის ვენებდეს თაროს, ხო. იგეთი კითხვა მაქვს. გამარჯვებულებს ეპატიებაც თუ არა უხეშობა და მათ შორის ესეთი კლასიკური გაგებით არა ლიდერობა. რა ინტრიგნული კითხვა. ბიჭო, იმიტომ რომ მე მაქვს ეჭვი რომ გამარჯვებულებს ბევრი რამე ეპატიება რა. მე ხა მე მგონი შენ თვითონაც გაქვს მაგაზე პასუხი რომ გამარჯვებულებს არ კიცხავენო თუ როგორც არის ხო. იმ მომენტამდე სანამ არ წააგებენ. ხო, იმ მომენტამდე სანამ ფეხი არ წაგიცდება, აი ძალიან კლასიკური მოდელია რა. თუმცა როგორც იტყვია, სანამ მოკლედ გამარჯვებული ხარ, იგულისხმება, რომ შენი ყველა გადაწყვეტილება ნაბიჯი იყო სწორი, გამართლებული, რადგან შენ შედეგი დადე და გამარჯვებას მიაღწი. ფოდიში, მაგრამ მაგაც ისეთი პასუხი უნდა გაქცე, გააჩნია. რომ მართლა გულწრფელად გააჩნია. აი მართლა გააჩნია კონტექსტ, იმიტომ რომ წარუმატებლობა და წაგება გამორიცხულია, რო არ გქონდეს თუ შენ რაღაცა აქტიურად მართლა რაღაცა დაკავებული ცხოვრებაში ნებისმიერი რამით. ანუ რა ვიგულისხმე? აბსოლუტურად ნებისმიერი რაღაც და ხო და
ხვდები რაღაცაირ გადაწყვეტილებები, ამიტომ რომ მიზეზები ხო ვიცით, ბევრი რაღაც არსებობს ხოლმე რა. შეიძლება რაღაცა შემთხვევაში წარმატებამდე მიგიყვანოს, რაღაც შემთხვევაში წარუმატებლობამდე მიგიყვანოს. ამიტომაც it depends გაჩნდა. არა, მე კი როზე რომ გამარჯვებამდე რა მიგიყვანს, რატო დავსვი კითხვა, იცი რომ რეგიონი მე და გივის საყვარელი ჯორდანის Last Dance რო არის სერიალი პროცესიკო ხო, ეხლა მანდ ერთ-ერთი მომენტი რაც არის ის რომ ჯორდანი გუნდელების მხრიდან წარმოჩენილი არის როგორც ისეთი რა. ხო, არა მარტო გუნდელების მხრიდან ისეთი რა, საკმაოდ რთული, მყრალი და ისეთი რა. კებადა. არც თუ ისე სასიამოვნო მოსაუბრე ადამიანი რა და აბსოლუტურად ყველაფერი ნაპატიები აქვს. იმიტომ რომ მოგებული წავიდა საბოლოო ჯამში და თან თვითონაც ასაუბროს რომ ჩემი მენტალიტეტი იგი იყო რა მე მინდოდა მოგებაო რა მე მინდოდა ჩემთვისაც მოგება და მინდოდა შენთვისაც მოგება რა და ერთ-ერთი რაც არ მithოვია არავისთვის არის ისაც მე თვითონ არ გამიკეთებია რა ხო ნახე ჯორდანის ნახე გააჩნია მაგიდა ჯორდანის მაგალითზე თუ საუბრობთ რა თქვენ ახლა ვიცი ჩემზე ბევრად მეტი იცით და ბევრად გასხვავებული აღმატებული წარმოდგენა გაქვთ მათზე. თუმცა არანაკლები მაქვს მე რა. მოკლედ, მოდი რომ შევხედოთ ხო ჯორდანს ძალიან ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა. კი. ძალიან ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა, მათ შორის ხო ეგრეთ წოდებულ ბაზბითერებს რო ეძახი რა ბოლო გადამწყვეტ ბურთის როლაშიც და ასე შემდეგ რა. ნამდვილად აუთენტური იყო რა, რასაც თავად რა მსხვერპლ შეწირვაზე თავად მიდიოდა, რა ნუ გივსით ხო და აბსოლუტურად ხონდა რა. ხო. თუმცა მაგარ მომენტს გაგახსენებ რა, ნუ ძალიან პრაგმატული იყო და კონტექსტ ჯორდანის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა რა. სერიოზული ლიდერი იყო რა თქმა უნდა. კერის პასიხსენებს ავარაუდოთ. არა მარტო კერის რამოდენიმე ძალიან მაგარი მომენტი არის ხა ერთი არის რომ როდმანის ეპიზოდი ფინალებია და ლას-ვეგასში რო გაუშვებს, იმიტომ რომ სხვა შანსი არ ქონდათ და მის გარეშე უბრალოდ ვერ მოიკებდნენ, იმიტომ რომ ვიცით რამ ხელა როლს ასრულებდა და სათამაშობდა მანამდე როდმანი და რამ ხელა როლი ქონდა. და მეორე არა სხვა შორის ამასთანაც შეხვდა რა. კერი კი არა იყო პარსონსი, პექსონი, რომ ამას მიიცი პასი სულ ღია რა. დრო გადამოყო, ჩააგდო და რო აგრძელეს. და ხო, ანუ და ამ დროს ძალიან ვიცით რომ რამხელა სიტყვა წვნელზე ხშირად წვნელზე მეტი სიტყვა ეს. მოკლედ ჯორდანი საბოლოო ჯამში ჯორდანი ნახე ზოლას სულ გამარჯვებული არ იყო ჩემი შეფასებით ჯორდანი უბრალოდ აღიარებულია უბრალოდ რა ხო უბრალოდ ის მარტივად ვიძახი რომ great of all ხო goats რა ზახია რა და ნამდვილად არის და იმიტომ კი არა რომ ავიცი ხო არის ვისაც მეტი ბეჭედი აქვს მოგებული სწორედ მგონია რომ მისი მენტალობიდან გამომდინარე რა და ეს დაამტკიცა არა მარტო სპორტული კარიერის დროს ასევე დღემდე მე ეს რა დღემდეც მაგას ამამტკიცებს და ხო ვერ იტყვით თან რომ გუნდური მოთამაშე არ არის გუნდური მოთამაშე რო ყოფილიყო ამას ვერ არის და ლიდერი იყო ნამდვილი ლიდერი იყო მიუხედავად იმისა რომ ყველა არავის ესე იმიტომ რომ ძალიან უხეში იყო ხო და ისე ექცეოდა თანაგუნდელებს და სუპერ მომთხოვნი იყო ფაქტიურად მასთან ერთად მოიგო ყველა ასე რომ ამ კონტექსტში ნამდვილად მართალი ხარ რომ ეპათიებად ამ კონტექსტში ხო თუმცა ალბათ დარწმუნებული ვარ ბევრი მოთამაშე იყო შეიძლება ვინც ცდილობდა რომ ჯორდანი ყოფილიყო და მსგავსად ექცეოდნენ ზუსტად ჩემთვის და იმათ დღეს იმათ რო კითხოთ ეს ვიღაცა ანუ იმათ აუგად მოიხსენია კი ეგეთი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჯორდანები ელონ მასკები სტივ ჯობსები მაგიტო მაგას გამარჯვებული რა უგულისხმე რომ აქეთ ხარეს შენ რა შედეგსდებ და რეალურად რას იღებ ეგ კონტექსტს ქმნის მე ჯამში რა საბოლოო ჯამში კონტექსტის მაგიტო თქვი მასკის რომ მასკზე ბიოგრაფია რო წავიკითხე მე მისი წიგნი ისააქსონის ასევე ისააქსონის სტივ ჯობსზე რო წავიკითხე გულახდილად ვიძახი რომ მე ალბათ ერთერთთან ვერ ვიმუშავებდი ანუ აი შეიძლება ეგრევე გამოგცეულიყავი და ამავდროულად რო დაფიქრდები რომ რავი ერთი ეპლი იყო მეორე ტესლა ან SpaceX-ი ან ეხლა X-ი ანუ რას გულისხმობ რომ ეგ შეიძლება რაღაც დონეზე ჯაბნის თქო მაგ კონტექსტში და შეიძლება რა ფაქტია რომ ჯაბნის სურვილი
რაღაცა დიდი დიდის გამარჯვების დიდის ნაწილი იყო, ძალიან ძლიერი მომოძრაობელია ჩემი აზრით. და ეგ ვაგაში გეთანხმები რა, ეგ ძალიან კრიტიკულია რა. ერთი თემა გაქვს მაგრამ რომ კეთილი ინებე და make sure როგორ არის რა. აბა კეთილი ინებე და შედეგები დადე, იმიტომ რომ მე ყველა ჩაკოლავს რა, შენ მაგ უხერხებას და არ მაგალითად უნდა. ეს ვიფიქრე, მაგრამ რა მგონია ხოლმე, იცი რომ საბოლოო ჯამში რაც ხარ ეგ თუ არ იქნები და თუ აი ვერ გახტები, მე ვერ გახდები, გამორიცხული. ფიზიკურად ვერ ამიტომაც ისწავლე მაგას. დრო ასევე ვიცით, ხო, ცნობილია რა, ვიცით, ხო, ვსაუბრობ და იგივე Steve Jobs-ი როგორი აუტანელი იყო. საშინელები კატასტროფულად. უბრალოდ ეგ იყო რა, აუთენტური არ თამაშობდა, მაგას ვერ ითამაშებ რა, ეგეთი იყო. თუმცა მოკლედ მაგიტო ვიძახი, ეგეთი ვეგეთებს, აი mean relentless, ეგ მარტო ეგეთი არ ვიცით, ვინც ძალიან მაგრები იყო. ხო, სხვა წარმატებული ეს თქვა ყავს. კოჰორტა. ხო, კოჰორტა რა, ხალხის ვინც ანუ მომთხოვნი და ის რომ ყველას თხოვდა საქმის გაკეთებას, მაგის გარშე ხა ეგ ჰიგიენა მაგის გარშე ხა არ ხდება. ხო, ანგარიშვალდებულება არ გადის მაგ იმაში რა. ეს საშას აქ მაგარი რამე თქვა, რუსულად გამოვიყენებ ხოლმე. performance ლინკდონია თვინია. ტრანსფორმაციის performance ლინკდონია. არა. ეგ არავის არ გაუკვებია შედეგის დადების ამბავს. ხო, ანუ ეხლა რომ პრინციპში რა თიძე ჩამოსათვლელი არა არის ისე ტიპები ვახსენდეთ. Microsoft-ის ნადელა, სატია ნადელა ძალიან ცნობილი მისი მიდგომებით, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია. და მაგარ შედეგებზე. იგივე ხო, ანუ ეგ Jobs-ის ხო არ არის, მაგის თქმა მინდოდა, სულ ჩამოთვალეთ რამოდენიმე ბევრი წარმატებული ადამიანი სხვანაირი ერთ-ერთი პირველ რაც გამახსენდა თორე ბევრი აი ძალიან მაინდა-მაინც დიდებიდან ის მე მგონი არ მგონია რომ ეგ ახლოს იყოს NVIDIA-ს ძალიან განსხვავებული ფილოსოფიის კაცი. არა, მოკლედ ლევას თავის სწორი არავის არ გაუქმებია, შედეგი ხდება. ანუ კათარზისი არ არის, ხო, ბიზნესი ვერ გუობს და ვერ ორგანიზმში ვერ შევერთები თუ არ გაქვს მიზანსწრაფულობა და რაღაც შედეგზე ორიენტირებულა, ეგ კიდევ ერთხელ ვიზახი გესტაცე მაშინ გაფერა გესაქმება. მაგრამ მოკლედ იქ ბევრი წახნაგებია, ხო, ეხლა რაც ვისაუბრეთ და ხო, ნუ ეს არ არის ერთ-ერთი რეცეპტი როგორ უნდა დადო შედეგი. ჯორდანის Seoul School. კონტექსტ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან არის რა. ხო, ხანდახან არის, ხანდახან ერთადერთი რეცეპტია. ხანდახან მე ვამბობ ესე გზელვადაშიო. ხა ერთ თამაშზე და ერთ დღეზე არ ვამბობ რა. სულ მახსენდება ჯაბადი ხამენჯის წიგნშიც იყო მოყვანილი ეგ მაგალითი და მე მგონი ფიქრე სწრაფად იფიქრე ნელაშიც არ ვიცი მანდარი თუ არა არის ხშირ შემთხვევაში შეიძლება უსამართლოდ მოიქცე ერთ ადამიანს იმ დრო ჯამში სამართლიანად მოიქცე სისტემას რა და მან საუბარი იყო იმაზე რომ რაღაც გემის თანამშრომელს რო უშვებს რომ უნდა გაუშვა გემის თანამშრომელი ერთ-ერთი რა იმიტომ რომ რაღაც ასაკს გადაცდება თუმცა არ ქონდა მანამდე არანაირი არც დარღვევა და არც შედეგის დადება, მაგრამ არა რა, იმიტომ რომ ჯამში უსაფრთხოების რისკი იზრდება. ხო, თელი იმ ნაწილის, იმიტომ რომ შენ რაღაცა დონეზე ფიზიკურად შეიძლება არ იყო ანუ იმ დროს ფორმაში იყო, მაგრამ რისკი იზრდება იმისი რომ ეგ კიდე სხვა кейსი. არა, რა იგეთივე ტიპის გადაწყვეტილება, ანუ შეიძლება შენ ისეთი კონტექსტი იყოს, რომ შენ თუ არ დათმე ეს და არ უბრალოდ შენ თუ არ იუხეშე ცოტა და შენ თუ მარტო მიზანზე ორიენტირებულა და აბა გინდა არ გინდა დავაიღე და მიდგომა არ ამოიღე შეიძლება ვერ გამიგო. აკიდე ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს მომხდა რა ყურში იუხეშე. კალბურთი სადაც ეს ტრაშ თოკი და უხეში თამაში ამ ასაკუთრებით იმეპეკაში გაგის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეხა უდები ბიზნესში არ არის აუცილებელი, შეიძლება კი არა აუცილებელია ტექნოლოგიური განწყობილების მიღება, თუმცა იგივე შენ დაგესხები თუ არავის არ გაუქმებია პერფორმანსი, მოკლედ ზრდილობა და კორექტულობა და არავის არ გაუქმებია. ანუ არ არის აუცილებელი Steve Jobs-ისნაირად, მოკლედ რაღაცა ჭიქები თანამშრომელს ეს რო აუცილებელი კი არა. არ არის იმის სასალმებელი და მიუღებელია ჩემთვის პირადად. მაგრამ ხო ხტები გასაშვები უნდა გაუშვა, დასასჯელი უნდა დასაჯო და რთული განწყობილება მიიღო. ხო, ეგ ორი სხვადასხვა რამე. როგორ აკეთებ? ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჯორდანის ეს რო კალაბურთი სხვა არის, ხო, იქ ძალიან
მასკული ისეთი არის, ხო? არა, თამაშ წესებში ძალისმიერი ამბავია და მენტალური ზოლაც მიდის იქ არა. მოსული ამბავია იქ ხო მენტალური. არა, იმიტომ რომ იქ საბოლოო ჯამში ამიტომაც ხო მაგითო კონტექსტთან დიდი მნიშვნელობა. კალათბურთში მენტალური ბრძოლა რო გადადო, ეს სროლით ყველა ისვრის, ყველა დახტის ვავრე, ეს შეიძლება 500-500 იყოს თამაში, არაფერი, ყველა ვარსკვლავებში ეგრე არ ხდება. მან მენტალური ჩაგორა მიდის როგორც წესი ძირითადად და ვაჰ, რამდენ რამეზე ვიბაასეთ. ბევრ რამეზე და ეხლა მე ბევრი ვილაპარაკეთ კარიერაზე, leadership-ზე, მიზნებზე, შეუპოვრობაზე მათ შორის და ამ წიგს მინდა რომ დაუბრუნდეთ და საბოლოოდ რომ დაინგრა ამ დარლინგტონის რეპუტაცია, ხო და სტივენსი როგორც ვახსენეთ, მალავდა კიდევაც ვისი მსახური იყო ასე თქვათ. და რა დარჩა მე მას და ჩვენ თქვით რომ დარჩა სიცარიელე რა და შენი გადმოსახედიდან რა არის რასაც ყველაზე მეტად ინანებდი ალბათ უკან რომ გამოიხედები და რო თქვა რომ ვახ აი ეს არ უნდა დამეთმო ან მეორენერად ვიკითხოთ რას ისურვებდი რომ დაგჩენოდეს ხო ეგეც შეიძლება კაი ვარიანტი ხო ეხაც რომ მკითხო რას ანუ და სტივენსზე კი არა ჩემზე რომ მკითხე ანუ რა ხელა საფიქრალი თემა არის რა ოხერი კითხვა არის რაც დასვით რა ზანადულია ხო იცი სხვის იმის შეფასება ეხა სტივენსის შემთხვევაში მე მგონი რომ მოგონებების ამარა დარჩა რა და ადამიანებს საბუძემში მოგონებების ამარა რჩებით მხოლოდ ხო ბოლოს აბა ეხა ეგ არის თუმცა ეს მოგონებები როგორია მანდარი რა და ამ შემთხვევაში მგონია რომ წარე გემო დაკრავს იმიტომ რომ ბევრ რაღაცას იაზრებს რომ თმა იყო მის პრმალოიალურობას იჩენდა იაზრებს რომ სიყვარული ჰქონდა და გამაზა კაი სიტყვა გამაზა და ბევრ ამას იაზრებს რა ანუ და ხო სიცარიელე რთულია შეიძლება ძალიან უხვი ცხოვრება გქონდეს ალბათ არ ვიცი ადამიანს სიყვარული, ბევრი სიყვარულები გქონდეს, სხვადასხვა ბევრი კარიერა გქონდეს, ბევრი შექმნა, ბევრს მიაღწიო რაღაცა, მაგრამ ხო იცი აი არის ძიებაში არიან და ის რაღაც აზრში ბოლოს მაინც რაღაცა სიცარიელე დაგჭირს არავინ არ იცის რა ეს შიგნით ო რა და როგორ ხდება. სტივენსის შემთხვევაში მგონია რომ აი მის ფიქრებში როგორც აღწერენ ხო ბოლოს ხო სიცარიელე და მოგონებები და მე მგონი სინანულები შემოეპარა ბოლოს რა. და მანუ გააზრება რომ გაიაზრა ეს ყველაფერი რა. აი ერთ-ერთი შიში მაგალითად მე რაც მაქვს და გავაზიარებ ხა და ნახე. ერთი სხვი არის რომ არ მინდა რომ დამჩეს არარეალიზებული პოტენციალი, ანუ ის შეგრძნება რომ მეტი შემეძლო და რაღაცები არ გავაკეთე. და ამავე დროს მარტოობას რო წარმოვიდგენ, მან კიდევ უფრო მეტად გეშინია რა, ანუ აი ეს რაც სტივენს დარჩა რომ საბოლოო ჯამში რაღაც უცხო კაცი ესაუბრებოდა. მე მასე რა ქვია. სკამზე და ეუბნებოდა რომ რა ვიცი ყველაზე კაი მომენტი დღის ბოლოა, ფეხებს რო აღრიო რა, რომ საქმე გააკეთოთ. მან რო გამოიხედები და მარტო რო რჩები, ეგეც არ არის კაი, ანუ რას გულისხმობ, ოჯახი, მეგობრობა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დასატოვებელი ამბავია და თან ბალანსს უყოველთვის მაქვს რომ პოტენციალი არ დაგავიწყდეს რა, იმიტომ რომ ეს პოტენციალს დიდი სინანული მოაქვსო. და მან უფრო მაინტერესებდა რა ეგ ბალანსი როგორი დასაჭერი არის. ოკეი, მე ბალანსის არ მჯერა რა პირდაპირ. ვიდაბერ გეტყვი რა, ანუ რაღაცით თუ ხარ მოცული და არც მგონია რომ რა ცუდია რომ რაღაცით მოცული ხარ, უნდა იყო მოცული. თუ არ ხარ მოცული და დაპყრობილი რაღაცა იდეით, ხო სურვილით, ჟინით, მაშინ მუღამიც სად არის? მუღამიც ალბათ არ არის რა. არის მომენტები მე ვფიქრობ მგონია ცხოვრებაში, რომ ანუ ერთი და იგივე რაღაცისთან ბევრი რაღაც შეიძლება იყო მოცული და იყო ერთი და იგივე რაღაცით რა. ოჯახით, მეუღლით, შვილებით ეგეც მაგის ნაწილია, ხო შენი საქმე რაც გინდა რომ გააკეთო. და ხო იმიტომ პოტენციალი კიდე საინტერესო სიტყვა აუ რა უსაზღვროა
გონიათ კი არა დარწმუნებული ვარ უსაზღრო ხარ რა შენ რა გინდა რა არჩევანს გააკეთებ რა გინდა კიდე არა ეგიც მაგისიც არ მჯერა ეხლა უბრალოდ აზრები მომდის ხომ და ახმოვანებ რა რომ აი აკეთე საყვარელი საქმე მგონია რომ მაგაზე დიდი სისულელე არა უშავებას საყვარელი მოძებნე აი შენ თუ გიყვარს იმას მიღა სისულელე აი და მაგარი ანალოგია რა ვიცი სპორტს ყველაზე დიდი სპორტსმენები რო არიან დილით რო დგებიან და დღეში 5 ჯერ ვარჯიშობენ мотивация მოძრავებთ ან უყვართ აი ტყუილი ყველაზე დიდი ტყუილი არა იმიტომ რომ შეპრობილი են იდეით რა და დისციპლინა რომ იზიზღებათ ალბათ ყველაზე მეტად წარმოიდგინე 30 წელი ერთი და იგივე რაღაცას რო აკეთებ დარიხარ და ბურთს რო გამორიცხული და მაგის ამჯერა мотивაციისაც ცოტა ის რამჯერაზე გადავით მაგრამ мотивაციისაც ამჯერა მე რომ ერთხელ მახსოვს თანამშრომელმა მითხრა რომ რაღაცა მოტივირებულად არ ვხსნავ თავს და შოკი იყო ჩემთვის მოტივირებულად არ ვხსნავ თავს ხო ანუ შეიძლება ცუდად გაიგოს მე მაგრამ мотивაციას გულისხმობ რომ რამჯერა მე мотивაციის მე დისციპლინის ვჭერა და იდეის უნდა გჯერდეს ვე გამორიცხულია შე ყოველდღე ერთნაირად მოტივირებული იყო არ არსებობს არ გაკონტროლებს მაშინ რობოტი უნდა იყოს და AI უნდა იყოს რა ხო და სხვაგან გადავუხვიეთ კითხვა დამოვიწყო არა კითხვა არის შენ ხო რა გინდა რომ დაგჭეს იყო კითხვა რა გინდა რომ დარჩეს რა დღის ბოლოს დღის ბოლოს ალბათ რაღაც სავსეთი გსნო თავი რა ესე იგი არის ალბათ ყველაზე რთული ეგ არის რა რომ სავსეთ დავფიქრობ საინტერესოდ რომ შენ მოგონებებს რო გადახედო რაც შეიძლება ნაკლები სინამდვილე კონდეს ალბათ ეგ არის რა და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ბოლოს რაღაცა ხო ხდები შენ დრო რჩება ალბათ იგი გულისხმობა იდეენდოზე რომ მიწურება ხო შენი დრო აქ იწურება და აღარ უნდა იყოს რომ გადახედავ რომ ალბათ რა ვიცი მინიმუმ რაღაცა შენი ცირკვლივ საყვარელი ადამიანები რჩებოდნენ და სავსე საინტერესო დახუნძლული მოგონებები თორემ მაგის გარდა არც რაფერი არ დარჩება ეხა როგორ ვამბობ და საყვარელ საქმეზე და мотивაციაზე და კალათბურთზე ნუ ისევ სპორტით და კალათბურთით დავასრულოთ ნიკოლა იოკიჩი რამოდენიმე გზის MVP სამსახურს ეძახი ჩემპიონი მისი საყვარელი საქმე არის ცხენების დოღი ოღონ ცალკე რო დარბიან კი არა ეტალში რო დარბიან ცხენები ასე რომ მიუშვა ნიკოლა იოკიჩი დოღს სერბეთში ექნებოდა დოღები მაგრამ კაცი არის დღესდღეობით NBA-ში ალბათ ტოპ 3-ში შემავალი თუ არა ნომერ პირველი კალათბურთელი ასე რომ საყვარელი საქმე და мотивация ცოტა ისეთი ამბავი მე მაგ საყვარელ საქმეზე ეგეთი რამე რა რომ ეგ დისციპლინა რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და არის ტკივნეული, იმიტომ რომ მთელი არსი დისციპლინის ეგ არის, როცა გტკივა მაინც აგზელებ თორე თუ არ გტკივა, როცა გტკივა ჩერდები, მაგას დისციპლინა არ ქვია. ანუ როცა გტკივა, როცა გეზარება, რაღაცნაირად. ხო, როცა არ გინდა მაშინ კეთება არის დისციპლინა და როცა რთულია მაშინ კეთებაა დისციპლინა, თორე სხვა დისციპლინა არა. ერთადერთი რაც გონია რომ საყვარელ საქმე გააკეთებს არის რომ მაგ ტკივილს უფრო ასატანს გახთის და მაგ ტკივილს უფრო საზრიანს გახთის, ვიდრე ის საქმე რომელიც თავისთავად კი ეგ არის საქმეთაც არ მოგწონს, იმიტომ რომ ყველა საქმეს აქვს თავისი მე ვეძახი ბიუროკრატია ბუღალტერიას რა, ანუ ყველაფერში ბუღალტერია გეტერება მოკლედ. ნეგატიური ხარი ყველა ანუ ილუზიაში ცხოვრობს ადამიანი თუ გონია რომ ყოველთვის ყველაფრისგან საქმისკეთებიდან სიამოვნებაა. უბრალოდ მოწყვეტილია რეალობას და სანამ მაგას არ ეზიარება მგონია რომ იმას არაფერი არ გამოუვა, რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს. მე მგონია რომ არჩევანის თემა, ანუ შენ რა არჩევანს გააკეთე. გააკეთებ არჩევანს, რომ რა ვიცი, გვირაბები გაგხავდეს, უნდა გაგხავდეს ეს გვირაბები ყველაზე კარგად, ყველაზე დისციპლინირებულად, ყველაზე ხარისხიანად, ყველაზე кай ფასად და ასე შემდეგ. არა, მნიშვნელობა რას გააკეთებ რა და ეს ყველაზე რო გამოვიდეს, ხო? ხო, აი უნდა ყოველდღე 24/7-ზე და ასე შემდეგ გააკეთო. შენ არჩევანსაც გააკეთე. სუის მაგსენდება. ადრეს მოიყვანე ჰორვოზის და სიტყვები საყვარელ საქმეზე და გატაცებაზე.
ერთი კაცი მიპოვეთო, ვინცო რაღაცა საქმეშიო ბევრი ფული შოვა და იტყვის რომ არა ეგ საქმე არ არის ჩემი გატაცება. ხო, არა. ყველა მაგაზო რეტროსპექტივაში გეუბნებოდა. ერთი კაცი მაგე რომელმაც რაღაც საქმეში ფული შოვა და მისთვის ეგ გატაცება არ არის ეხლა. ხო და ეგრეა, კი, საბოლოო ჯამში ალბათ ეგრეა. ერთი ფრაზა ამოვიწერე ამ წიგნიდან და შენი აზრი მაინტერესებს რა. და მე ბოლოსკენ წავიდეთ. ეგეთ რასაც წერს ეს სივენსი, რომ 3 თვის განმავლობაში რას ვაკვირდებიო ფარადეისო მის ახალ დამსაქმებელს, ანუ ამერიკელს. შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ დამსაქმებლებს, რომელთაც ახასიათებს დამსაქმებლისთვის ყველაზე აუტანელი და გამაღიზიანელი თვისებაო, არა თანმიმდევრულობა. შენი აზრით რა არის დამსაქმებლის, აი ერთი რო გამოყო, რომ აი ეგ არის საშინელება და რაც შეიძლება მალე უნდა არ ვიცი, მაგ უნდას ხო, დამსაქმებელი ამ შემთხვევაში ბოს გულისხმობს, ხო, დამსაქმებელი ხო, ორგანიზაცია, ხო, ბოს. ერთი არა მნიშვნელოვანი კითხვაა. ხო, თუ გინდა სამი იყოს. უბრალოდ თემა შეიძლება რაც ცუდი თვისება შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არ უნდა კონდეს თუ მაგაზე. ეს სუამოსაჭრელი პაუზაა. რა? ეს სუამოსაჭრელი პაუზა არის. რატო კაცო, კარგია იყოს. ხო და ეს შევავსე რომ შეერჩეს ეს პაუზა, ხიარობა. გამეჭირდა პასუხის კაცი. რამოდენიმე რო თქვა 3? ხო, რამოდენიმე. მიდი, რამოდენიმე. და პრიორიტეტი არ მიენიჭო, რამოდენიმე. ერთი თანმიმდევრობა ძალიან კრიტიკული არის მართლა რა და სარწმუნოა ძალიან გამაღიზიანებელი ადამიანებისთვის, როცა მოკლედ ხესერს გეუბნები ხოლმე, ეს გეუბნები და ჩემივე მიმართულებაზე ძალიან რთულია რა და არ არის კარგი რა. მეორე ძალიან რთული არის სვინგი, ანუ იმპულსიური ეგ და ძალიან მაგას ხშირ შემთხვევაში ლიდერები ვერ ხედავენ ხოლმე რა. და ძალიან დიდი დირეილერი, ანუ ძალიან დიდი ბარიერი შეიძლება აღმოჩნდეს ლიდერისთვის საავადმყოფობის რა. საუბრობთ რომ რაღაცა შენი ხასიათის ან განწყობის მიხედვით და ემოციის გადატანა თანამშრომელზე და ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია თანამშრომელი როგორ კაპაციტეტებით უყურებს ლიდერს, რამ ხელა მნიშვნელობას ანიჭებს თითოეულ სიტყვას კი არა მანერასაც კი გამოხედვასაც კი და ამ შემთხვევაში როგორი საერთოდ განუჭვრეტადი შედეგები შეიძლება მოყვეს ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება აბსოლუტურად არასწორ ფიქრებში წავიდეს თანამშრომელი, აბსოლუტურად რაღაცა სხვა სხვებული ზრახები გავაღვიძოთ მასში და აი ძალიან სათუთი არის ეს ემოციური კომუნიკაციის კომპონენტი, როგორ გავაკეთებთ. და მესამე ალბათ ეს და ზართულია გამოყოფა, მესამეც სუპერკრიტიკულია, მესამე არის შეცდომის აღიარება რა. და ამას თუ გინდა მოწყვლადობა დავარქვათ რა. და ლიდერი დამსაქმებელი არის საუჯამში საბოლოო ადამიანი, ვინც მესაკუთრეა ამ წარმატებისას და წარუმატებლობისაც რა. და მან უნდა წაიღოს სხვა სტაფებთან ერთად ეს წარმატებას და წარუმატებლობას და რაღაცის აღიარება თუ სწავლა იქნება შეცდომის მაგაზე მანაც უნდა ალბათ ეს ამას გამოყოფთ. ძლიერი სამეულია და გადავიდეთ ტრადიციულ კითხვაზე. გადავიდეთ. მე მგონი დროა გადავიდეთ ტრადიციულ კითხვაზე. იგი ტრადიციული კითხვა. ყველა სტუმარს ვკითხებით. აი ესე როგორც ჩვენ ახლა დავსხედით და ვისაუბრეთ და ფონად დაგვდევდა კაზუი შიგუროს წიგნი, რა წიგნს ისურვებდი ფონად და ვისთან ერთად. ოღონდ სახელიგვარი არ არის აუცილებელი ვისთან ერთად რა. რა გულისხმობ რა წიგნს? ანუ შენ ადგილას ვინ წარმოვიდგენ რა
ტიპაჟი წარმოგიდგენია რომ იჯდეს და რა სტუმრად? ციგზე ისურვებდი რომ გვესაუბრა. შემდეგი ხო, მოდი. შემდეგი რომელიღაც შემდეგი. შემდეგში. ხო, გავიგე ზოგადად. ხო. ტიპაჟი ძალიან რთული არის. თუ გინდა სახელმწიფოარი იყოს, უბრალოდ ჩვენ ახლა ანუ სახელმწიფოარს არ გთხოვთ. არა ხო. რა წიგს დადებდი აქა და ციგნიდან ჯობია რომ გამოყვიდე უფრო გაათვლდება. ხო, აფიქრები, ალბათ ჯობია რომ უფრო წიგნიდან გამოვიდე რა. ხო, ჩვენ ასაუბრებია სხვა შორის არ ვიცი, შეიძლება არც გქონდათ კიდევაც რა. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი, ხო, მეორეს ახლა ვკითხულობ ჯერ და თორემ მაგის ვერსია კარგია. ეგ ძალიან არაფერი საბოლოოში არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან საინტერესო თიკითხება და ძალიან საინტერესო ფილოსოფია და ჩემთვის პირველი იყო აღმოვაჩინე რაღაცა მესამე მიმდევრობა ფილოსოფიის ფსიქოლოგიის და ძალიან კარგი წიგნია, ეს არის Courage to be Disliked. მაგრად მომეწონა, მაგრად იკითხება, ძალიან სუბუქად იკითხება, მაგარი რაღაცები არის. გაშლე ხაიხარ რომ გითხო პირველი რაღაცა ყველაზე მეტად რას დამოგახსოვდა აქციაში არის ის რომ მოკლედ ძალიან მაგრად უნდა იცოდე რა არის შენი გასაკეთებელი და რა არ არის შენი გასაკეთებელი. აღონდა ხა ეს ძალიან დიდი თემა დარწმუნებულია როცა მოვადრო და გაშლით ამ ტექსტს მაგარი არის. რომელიც შვილთან ურთიერთობას, დედასთან ურთიერთობას აიღო ისე მაგრად შლის შორის საქმეში და უკვე ძალიან წიგნია. ხო, ძალიან ბევრი მხრიდან შემოვიდა ჩემს სივრცეში ეგ წიგნი და ვიყიდე დღეს. ხო, რა ვიცი, აღმოაჩინე რომ მოკლედ რა მიმდევრობა რაღაცა როგორც არის იუნგი და ხო, ეგეთი ძალიან მე ეს არის ეს წიგნიც ეხლა რაც გვითხრათ ოკო მან მირჩია და წავიკითხე და გავხდი ემოციურად და მენტალურად ადლერის მიმდევარი ადლერის ეგ ის არის ხო? ადლერიან მიმართულებრივი და ესეთი სერიოზული სურვილი მაქვს რომ ვისაუბროთ ადლერის მცოდნე ადამიანთან მე შემსრულია თქოსი არ ვიცი ამ წიგზე იმიტომ მოვიძიოთ და ეს წიგნეს დავდოთ მაგიდაში ხო მე მაქვს რამოდენიმე ვერსია ვინ შეიძლება ადლერი იცოდეს რა იმიტომ რომ ჩემთვის პირადად უცნობი სახელი გვარი იყო ამ დროს ყოფილა მე საერთოდ არის აუცილებელი მანამდე რომ ცოდნო და ამ წიგნის რო წაიქო მაგრამ მე რას მოფიცი რომ ეხლა შენი რჩევას დაველოდებით მე უბრალოდ მე რო ავიკითხე და რო ვიფიქრე ამ საკითხზე ეგანს და გამიშთა რომ ეს ადლერი დაახლოებით იმ კალიბრის ფსიქოლოგ ფილოსოფოსია როგორიც მაგალითად ფროიდი რა ანუ უბრალოდ ჩვენთვის ძალიან ცნობილია ფროიდი და ეს არ არის ეგეთი ცნობილი უბრალოდ მოკვდავებისთვის ასე რომ ვთქვათ რა ამ დროს არის ჯერტი მისი თანამედროვე ერთ-ერთი იცნობდა ძალიან კარგად ანუ კოლეგები იყვნენ ეს რო წარმოვიდგინო რომ რაღაც ორი პროფესორი უნივერსიტეტში რა და საოცარი კალიბრის ადამიანია და საოცარ რაღაცებს გვასწავლის და უდაოდ მადლობა ამ წიგნის რჩევისთვის უდაოდ გენიალური წიგნია რა ძალიან კაი მადლობა მადლობა პირიქით